მოგესალმებათ ისევ და ისევ გადაცემა ფუ პოდკასტი, უფრო პოდკასტი ვიდრე გადაცემა. მინდა აღვნიშნოთ დღეს კალამ დააგვიანა შეშანიშნავ სტუმართან. ეს თეატრობა რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წუთით დროფულია. დაგვიანება ანუ საათნახევარად დაგვიანებთ რა წუთით მნიშვნელობა არ აქვს. მაგით დაგვიანებთ ხოლმე საათნახევარად შენ. აქ ლემისა და ნევსის ქურდი. ორივე ქურდი, კი ბატონო, კაი. ნახერები უსწავლია გიორგი ბაქრაძე ყავს სტუმრად და რაღაცები წაუკითხა. პირველად თავის ცხოვრებაში. ის 1-2 ფურცელი მაინც გადაიკითხავდა მაინც და მაინც იაკობ გოგებაშვილის საგანძურის პირველი გვერდი გადავიკითხე. მე მოვყვები წეროს და მელაზე პატარა. ამდენი წელი ამ პოდკასტს ვაკეთებ და ესეთი რაღაც შედარება არ მოუყვანია რა, რაც არ მისმე ხოლმე, შენ გუნება გონილიდან. აი ხელოსანმა მითხრა რომ შვილო, აი ეს ძირთად ეგენი იყო ხოლმე. ძერის სტუმარია გიორგი ბაქრაძე. გამარჯობა ბატონო გიორგი დავიწყეთ და მე მითხარით რომ ბატონო არ გინდაო რა. შევგაროხე ხოლმე გამოჩნდეს რა. არა ხო. კარგით იყოს გიორგი. რა კი არ ვიშ. სამი გიავზი ვართ ეხა და ეს არაფერს არ ცვლის საერთოდ. აქედან ორი ძალიან ნიჭიერი, ერთი იუთუბერი. ახლა შეგიძლია დაიწყოთ ფორმალური შეკითხვით და მე გავაგზავნე როგორ ხარ რაღაცა. აუ რამ გვალი თავი გაქვს ვერ გიყურებ. ცოტა გადაიბარს. საერთოდ გიორგი მანჩესტერის გულშემატკივარია და მე ვიცი როგორ არის ზოგადად წელს, მაგრამ ისე ძიმეთ. მაგრამ ფეხბურთს არ ვილაპარაკებთ. არა, მივხვდი ახლა მანჩესტერის მანჩესტერის ცუდი მდგომარეობა მართლაც, მაგრამ გული არ გაიტეხოთ. ყველაფერი წინა ის და კარგად იქნება ყველაფერი. ეს ისეთი პასუხი რომ ყველაფერს ერგება თითქმის რა, ნებისმიერ საკითხს. ახლა რაღაც ანდაზებით რო გველაპარაკოთ დღეს ისევ რა. ხარი ცხარია თუ გასხარ და ცხარიაო. რა ხდება? იმაში ჩვენ ახლა მაინც რასადროდის გვენატრება რომ აღარ არის და. ხო, ჩვენს გვენატრება. რატო მოხდა ეგრე? აღარ არის რას ქვია. გადაცემა აღარ არის. სპორტული არის. ხო, სპორტულს ვაგზელებ ჩვეულებრივად, კი. გადაცემაზე რა ვიცი, ახლა მე დეტალები გადაცემის არ მეხება, მაგრამ რაღაცა იდეები არის შეიძლება. დაბრუნდეს. როგორ იქნება და რაღაცა ეს YouTube-ზე რო დაბრუნდეს. ხო, აი, ხო არ არის YouTube-ის. შეიძლება, ხო. ახე, შეიძლება. ისევ YouTube-ი რა. მაგრამ ხო გეუბნები მე. ხო. ხო, მაგრამ მაინც ხარ რა, ასოცირდებით იმასთან, რაღაცადროდისთან, რომ კი არ თამაშობ, მაგისტრი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ ვატარებ. ხო, არ ვიცი როგორ იქნება და რა იქნება, არ ვიცი. ტელევიზიაზე მე მგონი ამ ეტაპზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ შეიძლება YouTube-ი იყოს, მაგრამ ისევ და ისევ. მუსიკა მოვიყვანეთ და. აჰა, კი ბატონო, მოსიძესაც მოვიყვანთ და კი ბატონო, გითხოთ, რა ხდება მაგ მიმართულებით. არა, YouTube-ზე მაგრამ გაასწორებს. პლუს ერთი პროექტი იქნება, რომელიც ნამდვილად ღირს რო გადმოვიდეს. ჩვენ არ ვხურობთ ტელევიზიიდან რაღაცების გადმოთარს, იმიტომ რომ ჩვენი სიწმინდეები გაგვაჩნია. ხო, მაგრამ მე მგონია რომ პირიქით უფრო ყურებადი აქ იქნება. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაჟო ტელევიზორში არ უყურებ და მე YouTube-ზე მინიმუმ კარგი პროექტი გადმოს, სადაც თან რაღაცა თუ ადაპტირდება თქვა YouTube-თან, რაღაცა აი კომენტარები რაღაც კომენტარების საკითხვა იქნება თუნდაც რა, ამ კონდე რაღაც კომენტარებიდან აარჩევს YouTube-ები ლაივიდან იქნება? არა, ლაივი არა. აი წინა გადაცემიდან ან რაღაცა YouTube-ზე გამოგზავნილი კომენტარებიდან კარგი იქნება. YouTube-ები? აი ერთხელ დასვი ხო რა, ის რო ბულღავენ, აიციან. რაღაცა 6-0-ის წაგება არ მინდა ძალიან. არა, თვითონ ხალხიც მაყურებელი იყოს. 6-0 წაგება ძალიან იშვიათია ხა ეგეთი არის. ეგ შენ გუნდში. შენ გუნდს მე მგონია რომ საქმის და ნემსის მე ძალიან გაბლატავდა რაღაც. არა, იციო, ცხოვრება. მაგ კიდე ბევრი ანაზე მოსახ ვერ ჩავსვი რაფერს და აუცილებლად რაღაც მოვიშელიებ ხოლმე რა. YouTube-ს რამდენად უყურებ? რაღაცებს უყურებ ხოლმე, რაღაც არხები მაქვს დაფოლოვებული. ახლა ირი ბალკა. არა, ეგ საბაშვილს ეგ ოთარას. შენ ქართულ YouTube-ს ეკითხები თუ ზოგადად ქართულს ნაკლებად არა, ქართულს არ უყურებ. აი ჩვენ გადაცემა აჩიკო მოიწერა, რა გადაცემაა? ხაბატონ რონას ვიდეო ხო? რომელი ვიდეო ჩაგიდო? მართლა მაინტერესებს. არა, მკითხავით თუ არა და ანუ გაგებით ვიდეო არ ჩამიგდია ამჯერად მე. მართლა როცა დაიწერა. ის ეპიზოდი გაქვს ნანახი. აი ვინ ყოლია სტუმრად შორიდან. ხო არა. არა, ის არ მგონია რომ არის რაღაც სტუმროები იყო რომ იმის მერე არ ამგონია სრული ქონდა მოსulis და.
იყო რაღაც სტუმრობები, რომელიც აი ძალიან სამი ტოპ სტუმარი. რამდენიმე, მოკლედ ჩვენ გადაცემა არის სიყალბეზე აგებული, პირდაპირ თქვი, 3 წელია ვაკეთებთ და თქვენი ვიდეოც გამოიყენა, მაშინ სხვა სტუმარი მოვიდა. ხო. ნახე. რამდენი 2-3 გადაცემა ჩავწერეთ საიმიჯო. რომ აი ძალიან מחარა, ძალიან წესიერი, ერთი ბილციტყობა იყო რაღაცა, რომ მე სტუმრები მოვიზიდოთ ამით რა, იმიტომ რომ ვიღაცები ანუ რაღაც ეპიზოდები იყო აქ ისეთები მომხდარა რომ ადამიანი არ დარჩა რომლის ეგოც იმ ხელაზე იქნება რომ ამ სტუმრებს ჩაუყრით რომ ვერ ანუ ჭადრაკში ქალბატონი ნონა ყავს ეგრევე ვიდეოს უგდებთ რომ რა პრობლემაა ქალბატონი ნონა თუ იყო შე რატო არ მოდიხარ აქეთ ციკოლია დაემატა ტექნიკურ ხარეს ციკოლია ყავს მოაზროვნეებში თქვენი ჩაუგდეთ რა არის რა ხდება გორგილაძეს ვერ ჩაუგდებდი აქამდე თუ არა გორგილაძე გამოდგა ბიჭო იყო გორგილა გორგილა ორჯერ იყო სხვადასხვა რასადროდისიდან მარტო გორგილა ყავდა ხო მეტი მაგრამ გორგილას ვიდეოს არავის არ უგდებთ ხო იმიტომ რომ ეს არის მაგასითი სპონსორები ყავს რომლებიც ჩვენთან არ შემოდიან და ცოტა ისა გვაქვს აგრესია გვაქვს გორგილას მიმართ და თან თავში ჩამარტყა მაგრამ ახლა იყო ხო ეგეთი უთხარი ამისთან არა უბრალოდ ხო რომ რაღაც დავდგათ რომ ხუბი დავდგით რა რაღაც ეგეთი ის ქონდა რომ ბოლოს ხუბა ისგან ჩამარტყა აი ხორი ფილმში და ტვინის შერყევა მიიღო מחარა მართლა ანუ რაღაცა ათში მისა ის გორგილამ რა ჩაარტრი არა რაღაცა არ ვიცი ცოდნა ძიმე ცოდნა ტოჩკები იცის გორგილა არა უხერხობაში მართლა დღესაც აჩი კომენტარებში წერენ რომ ეს ტელევიზორიო გადაიტანეთო ულამაზესი ოქტოპუსი არისო იქო რომელიც ვაჩუქესო და ის დაკიდეთო მაყურებელს შევახედებ ახლა ოქტოპუსს აი ხა უყურებენ ოქტოპუსის კადრს მაგრამ ეს ტელევიზორი არის იმისთვის რომ აი ესეთ მომენტებში გამოვიყენოთ კადრის საჩვენებლად არ გვაინტერესებს מחარას ტვინის შერყევა როგორ კაი რა განვითარდა არა კალა ჩვენ წყვეთ აქ სილამაზე რა არის შენ ეს ძველი ის არის რაღაც ძველი სტუდია ქონდაში მეცა მიდი რა აი რო წდება მანდი და მდურთა უკვე ბოლოს არის რა აქვე ეხა ნახე აუ იმე ჩამაფერს ხარ ხო არის დარტყმაც და ჩვენ გვაქვს ტრადიცია რასაც დოსთან ვინც მოყვა ყველამ რაღაცა ჩაარტყას מחარას აი ხა ეს იქნება ხო ეს მართლა მეტი პენოპლასტია გა მართლა საუნდყოფოში წავიდა და ტვინის შერყევა ქონდა ესე ვიწექი ხო ესე ძალიან საყვარელი ექიმები არ გუნია დიდხანს გავქაჩოთა ჩვენ ვეჯო აი მე თავის ქალთან გორისა მაქვს გაიგე გამორიცხული ეგეთ დაბალდარტყმებზე უძლებ იმე ფერთხარ ყველას რო გონიათ რომ როგორ დაждდება რაღაც მე სიტყვის ხალხს გვისწყავს და ის აგრესიას რას თქვენთან ვერავლებს ხოლმე გამოავლინა რა მიეცი ნიშსა გზაფართო მახარ შენ თუ იცი გიორგი ბაქრაძის პროფესია ჰა თუ იცი გიორგი ბაქრაძის პროფესია რა არის რა თქმა უნდა ფილოლოგი ხო როგორც ფილოლოგი არა ეკონომისტ ფილოლოგი ესე ეკონომისტი იქ რო აცხადებენ რა უყურებ ამ რასადროდის რა ეკონომისტი გიორგი გამოცხადებას თუ გამოცხადებს არ უყურებ არა ბნელა ხომ სტუდიაში და აი უფრო უსმენ რა ბნელა ამბობენ კი არ წერენ არა ხო თან უსმენ სანამ მაკარონი ცხელდება მანამდე ხო ძალიან რეგრესი გაქვს უკვე გაცემს დასაწყისიდან ძალიან რეგრესი გაქვს მე შიში მაქვს ფობია მაქვს შავი გადაცემების რა სადაც ბნელა მართლა და ბიჭო რაღაც სიტუაცია არსებობს რომ გამოსავალს ვერ მოძებნი იქიდან არა მაგალითში ეგ ფობია არსებობს შავი სტუდიების ფობია თავიდან ჩვენ გადამეწყობს შავი სტუდია რო ქონდა და მე ნელა გავნათდი და ჩვენც ისე ფერადი რაღაცები გავაკეთე რასიზმია ხა ეს თუ არა გარკვეულწილად მაგრამ იმისგან მიჩვეულია ხალხი არა რასიზმი რატოა არა შავი სტუდია და რა პონტია ხა შავი განა შენ თეთრი მოგწონს ანუ არა მე შემზე უფრო უარესი თქვა ეხლა არა მახარ ვიცი დარწმუნებული ვარ რომ შეგიძლია იცის ხალხმა შენ შეძლებლობის შესაძლებლობა ამ ეტაპზე სტუდია ვთქვი რასადროდის რომელი წლიდან თამაშობ რასა 95 რაც დაიწყო ჩვენთან ხო იქიდანვე პირველივე სატელევიზიო როდის გახდა 96-ში ეგრე ესე სწრაფად მე 3 წლის ვიყავი ჰედაო ხო აძრო იყო და რომელ არხზე გადიოდა თავიდან თავიდან გადიოდა საზმაოზე პირველი არხი მე რუსთავი 2-ზე არა მე იყო იმაზე მეცხრე არხზე
რამდენიმე წელი იყო მე-9 არხზე. მე არ იყო, ანუ 2002-დან 7-მდე არ იყო და მე რუსთავი და მე საზმაო. მე ბავშვობაში ძალიან პატარა ვიყავი, მახსოვს დედა ჩემი მეუბნებოდა პირველად რო ყურა სადღაც რომ გიორგი ბაქრაძეო, აქო აიო, ყველაზე მაგარიო და აიო, აკვირდებოდი ვინ არის რა, რომელია რა. რამდენს მიაღწიე ხვდები? მე ხო გვერდზე ხარ. პირველად არ ვზიო სხვადასხვა. გადაცემაში ყოლია ჩვენ ორშაბათობაში გიორგი და არა მარტო სხვადასხვა. მე გამიკვირდა მე უკვე მიღწეული მაქვს შენ მიაღწიებ. ორშაბათობაში თუ იყავით და მე საერთოდ გადაწყვეტ ისე YouTube-ზე სადმე გადაცემაში მისვლა, მე ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ აა ტატოსაც იცნობს რასადროდის თამაშობს ტატო. ჩემ ახსოვს რაღაცებს ამობს. მე მოთამაშე მყავს იქ რასადროდისში. შენ ვინ ყავს? ბიჭო ვიზუალურად არ ეთყობა. ჭადრაკის იმასო თამაშობს რაღაცა 10 წელია და ერთი რანკით ვერ წაიწია წინ. ტატო საერთოდ არ ეთყობა რომ რასადროდის კი არა მარტო რას რო თამაშობდეს ანუ აი ეგეთი ვიზუალი აქ რომ არა და მაგარი გროკია. სადაო საკითხია არ მინდა რომ გავკადნიერდე მაგრამ შეიძლება თქვენთვის კარგი მოთამაშე მაგრამ ჩემთვის ძალიან სუსტია იმიტომ რომ არ მინდა ჩვენ რასადროს თამაშობთ ხოლმე მეგობრები იქ საერთოდ ძალიან სუსტია ხოლმე ტატო არის ადამიანი რომელიც იყოს ამერიკელი მსახიობი რომელსაც გამოიყენებენ ყოველთვის ბუხრის წინ კაჩალკაში რომ ჩაჯდეს და აი მარტო მაკარადოსთვის დაიქირავენ ყველა ფილმში რომ ჩანდეს კამეოც ოღონდ აი მარტო კაჩალკაში გძელითები და ოლულიანი თოფი გვერდზე. აი ჩვენ გადავიღეთ სხვადასხვა ჩემი არქივისთვის რასადროდისის, აი რაღაცა პაროდიის მაგვარი, ოღონდ ნაღდად კითხვებიც იყო რა, ნაღდად ეს იყო კაპიტანი ამის ექვსეული თამაშობდა. ბენზინი მოვიგე მახსოვს. ტატო იყო უხუცესი. ოღონდ იმაში იჯდა მართლა ეგ და ალბათ ინსპირაცია მახარასი ეს არის. არა, ეგ მანდიდან თქვენც მანდიდან მოგწო ტატო არის ეგ პერსონაჟი ამერიკულ ფილმებში საათობრივ ანაზღაურებაზე უნდა მუშაობდეს ბუხართან კაჩალკა ანუ უნდა გქონდეს ეს მე რა მაინტერესებს კაი გეყოფა ახლა რა ძალიან გთხოვ მე რა მაინტერესებს აი ზოგადად კარიერაში რა რამდენად დიდი როლი იქონია იმან რომ აი რასადროდის თამაშობ ცნობადობის ამბავშიც და ერთი არის ცნობადობა ალბათ და ერთი არის ცნობადი ხარ იმითი რომ ჭკვიანი ხარ და ბევრ რაღაც იცი მაინც თორე მახარა ცნობილია მაგრამ ახლა ჭკვიანი როგორ უნდა დაუძახო რის მერე ეძახი ადამიანს ჭკვიანს ნუ ბევრი რამე რო იცის რა ხო ანუ ეგ ზოგადად ის არის მაგრამ ანუ რასადროდის ასოცირდება მაგასთან რაც დროს ჩვეულებრივი თამაშია და თამაში კარგად გამომდის მაგრამ როლი ითამაშა კი როგორ არა ანუ რეალურად პრინციპში მთელი ჩემი კარიერა მიბმული არის რასადროდის იმიტომ რომ 97 იყო მანამდე სადაც იურიდიულში მუშაობდი და დაიხურა თუ წამოვე თუ რაღაც და მუშაობდი თარგმნიდი რაღაცა ხო და ვეძებდი სამსახურს სადაც CV ამობეჭდე CV ესეთი ის არის რა სახე გვარი იყო და ფიზიკური დაუნთარ ხო რამდენი რაუნდი მაქვს მოგებული არა ეგენი არ მეწერა ხო და მოგეთ რათლია შემომითხა რომ აი მარჯანიშვილზე აი რაღაცაო სოფლიო ბანკიო რა იყო სოფლიო ბანკის პროექტია ასეა და რაღაც ოფისი მოგეთ მივედი აქა და რომ მივედი შევიხედე უფროსი მეთქი რაღაცა და მივედი CV ასე იმან მითხა რომ არა არ გვაქვს ხო და ნუ მივხვდი რომ ხა ყველა მივედი და წამოვედი მაგრამ თურმე მაგის ცოლი იყო მაშინ და გიორგი ბაქრაძეას ვინ არის გიორგი არ აქვს მნიშვნელობა აიყვანეო რა ადგილი არ მაქვს არაფერი რამე გაუკეთეო და აიყვანე შექმნა ვა რა მაგარია ხო და ძალიან გამიმართლა იმიტომ რომ ძალიან კაი ხალხი იყო ყველა უფროს სამადობით და რა ადგილი შექმნეს კონსულტანტი დასკვნიან ხოლმე ჩვენთან კონსულტანტი ხო და 97 წელი იყო მაშინ უფრო მარტივი იყო ხო და იქ ვიყავი 3 წელი სამ პროექტი დაიხურა მაგრამ იქ მეუღლე გავიცანი მანდ და მე სასწავლებლად რო წავედი იმიტომ რომ ჩემი ცოლის დასწავლობდა მაშინ რა ქვია სადა უილიამს კოლეჯში რაც მე დავამთავრე და მოგლეთ იმან გამიკეთა ინტერვიუ და მე იქ მიმიღეს და მოგლეთ მე ყველაფერი მაგას მიეწყო რა ანუ რასადროდისიდან დაიწყო რა დაიწყო ხო ამიტომ ხო ვა მაგარია უფრო ტელევიზიის ცნობადობიდან დაიწყო ხო რასადროდის ხო სატელევიზიო მაშინ თან ტელევიზიას ბიჭო ძალიან დიდი ისა ყველა იმჟდარია ვისაც აქვს მაშინ ხო მეტი არაფერი არა ხო მაშინ რეალურად პირველი არხი აი მაგა შენ ვიდეოებზე რო ხალხი ეგრე დაახლოებით ეგ გავლენა ქონდა რა ჟურნალს სარკეს კითხულობდა ხოლმე წარმოგიდგენ რა ინფორმაციული ვაკუუმი იყო და თბილისელებს რომ გაეგოთ ვინ ჩაიცვა ბოდე კაბა ხო ეს რასადროდის იდეაში პოსტსაბჭო
საბჭოთა პროექტია მარტო ხო? ანუ უცხო ევროპაში, ამერიკაში არსად. ანუ საბჭოთა 75 შეიქმნა რუსეთში, საბჭოთა კავშირში, მაგრამ ამერიკაში იყო მცდელობა ABC-ზე გააკეთეს, ერქვა $1 million შოუ თუ რაღაცა ეგეთი იყო. ცოტა რაღაცეები შეცვალეს, მაგრამ ნუ პრინციპი ეგ იყო რა 6 კაცი იყო, მაგრამ ამერიკაში ინდივიდუალური თამაშები უფრო ის არის, მარტო რო იგებ, რაღაც ჯეპარდი მაგალითად რაღაცა, იქ მარტო სისტემა არის, ამიტომ ეგ არ იყო მაინდამაინც პოპულარული რა, ხო. პრიზი იყო $1 million მოგებული გუნდისთვის. განსხვავებით. იმაშიც ხო ყოფილიყარ, მაგრამ ვის უნდა 20,000-ში? ვის უნდა 20,000-ში კი? სუ თავიდან რო იყო, მეორე გადაცემაში ვიყავ. რამდენი მოიგე? 1000 ლარი. ეს გარანტირებულზე რო ადიღოდი, ეგ იყო? გარანტირებულზე ვერ მივახცე. 1500 იყო გარანტირებული. 1500 იყო გარანტირებული და ნახე. 1000 ემაზე რა ქვია. რატო? რატო და იმიტომ რომ მომიტანეს კითხვა ვის ეკუთვნისო ისა რუსთაველის მეტროს ხატრული გაფრენა. აუ. ახლა რაბა თუ მოიგებდი? არ ვიცოდი. სავარაუდო ერთწუთი, სავარაუდო პასუხები ხო არ გახსოვთ შემთხვევით. ბარემ რომ მახარას ილუზია შეუქმნათ რომ 1500 ლარს იგებს. მარტო სტორი თვითონ შოთას. ერთი ეს იყო. შეუქმნათ მოვიგონოთ. ნებისმიერ სამ ფეხბურთელის გვარი ჩამოთვალოთ, მაინც ვერ გავიგე. ფეხბურთელის გვარი ქართველი უნდა ჩამოთვალოს ახლა ალბათ. ქართველის ფეხბურთელის გვარი, ანუ ვიღაცები იყვნენ და ანუ ვერანაირად ვერავარჩია რა და მოსიძეს დაურეკე და იმანაც არ იცოდა. მაგრამ შანსი გაქვს. აქეთ არ გირეკავდნენ შენს. აქეთ მირეკავდნენ კი კაცო. იცი מחარ ეგ? უყურავდი მაგ გადაცემას საერთოდ. ვის უნდა 20,000-ს? თუდას რომ იყავდა. ტელეფონები რო იყო ხოლმე. თუ რო რეკავდი ზარი ახლობელთან იყო ესეთი კატეგორია დახმარება. თუ უპასუხებდა ის ახლობელი ვისაც ურეკავდით, ტელეფონი გადაეცემოდა, რომელიც ჩართული იყო ფიჭური კავშირ გამომობის ქსელში. და რამდენი გაქვს მოგებული? 6 ტელეფონი მაგ დროსთან. 11 ჯერ დამირეკეს და აქედან 5 ჯერ არ იყო ტელეფონი. ანუ 6 ჯერ იყო. ისე გამოიცანე ყველა? ბოლო ვერ გამოიცი. თან მე არ ვიცი კარგად ქართული თემატიკა რა, რაღაცეები და თან ვინც მიდიოდა და მეუბნებოდნენ რომ აი დაგირეკო, მითხარი ბაზეთან როგორ 1-2 წავიდა, ჩერეს ვიღაცა დამირეკა, რომ მე აი ის ვარო და იმან შენ ტელეფონი მომცავა და თუ შეიძლება მივდივარ. და ეგეთები მეტი იყვნენ. ოღონდ ეგეთები ვერსეთი ვერ გავიდა სათამაშო, რომ მან ხო წინას რაღაც რაუნდი იყო, დასწრებაზე იყო და ისე ვერ გავიდნენ რა. და კარჩ ყველას მეუბნები რომ თუ გახვალ, ნუ მკითხავ რაღაცა, იმა რა ქვია, საქართველოს რომელი მეფე და რაღაცა და ბოლო გავიდა, ან და იმის მერე ეს დაიხურა მერე მალევე ეს ისა და ქართულ ხატრებზე იყო და არ ვიცი, ქართულ ხატრები არ ვიცი, რაც არ ვიცი და მაგან მანამდე 100%-იანი ის ქონდა. გაგიფუჭა შედეგი ესე იგი. გაგიფუჭა შედეგი. ეხა სხვადასხვა ეგეთი რაღაცა ვიღარ გაკეთდება უკვე. 30 წამში დაგუგლავ. დაგუგლავ კი. ხო, შესაბამისად ეს ზარი ახლობელთან მოკვდა და თავისი ფორმით როგორც არსებობდა. თორე ძალიან მაგარია რო იყო და თან ხანდახან იყო ის. გამარჯობა, ნანა და კითხოს დაუსვა და რა? იქიდან იყო ეს და აი და როგორ მწყდებოდა გული რომ 5 წამი დარჩა და ის მოიცა თავიდან მითხარი თუ რაღაცა და სამწუხაროდ არ ვერც კითხვა ვერ გააგებინა იმ ადამიანს და ეგ დადგმული მეგონა ხოლმე თურმე არა ო 6 ტელეფონი მაგარია კი თან პატარა შავი ტელეფონები იყო ხო არა Siemens-ები იყო Siemens რაღაცა C რაღაცა ისეთი რა ყველაზე ესე ჩვენებდა პირველი ტელეფონისთვის მაგ დროს აქვს ტელეფონები ტელეფონზე 5 ტელეფონი არა და ფაქტიურად ქსელი იყო რა სხვას რა ვიცი რა შიდა ქსელი შენი ქონდა ქვეყანაში სადაც 5 ტელეფონი მე მახსოვს რომ ის იყო ვის უნდა 20,000 გახდა ვის უნდა 50,000 ცოტა ხანი ეგრე იყო მაგრამ ინფლაციის ეგ არ მახსოვს მაგაზე მე იყო რაღაცა ერთი პერიოდი საქველმოქმედო თემა კი გამყრელიდეს რომ მიყავდა იყო საქველმოქმედო მანდაც თამაშები გავიყავი ხო ვა მანანა მოიგო ხო ეგ გახსოვს მანანა მოისურაძე კი და მე გაზეთში იყო მაგის სვეტი ესე იყო გონების საბარჯიშო მანანა მოისურაძეს ხო რაღაც კითხვები იყო ხო 20,000 მარტო მაგარ მოიგო ხო მე მეც არ მოუგე ნეტა თუ მისცეს ო ბიჭო ყველა შენაი რატო გონია ახლა არა ბიჭო ტელევიზია ადამიანმა 11 ტელეფონი მეკუთვნოდა ჩვენ გადაცემები არა ანუ 11 რატო არ იყო იმ დროს პრიზი არ იყო მაგრამ ყველაზე არ იყო გამოცხადებული რომ პრიზია რა აა სპონსორი თუ იყო პრიზი ჩავარდნები
კი არა, მახი ეს სტილ. აუ, ამახი ეს რო გადადიხარ ცოტა მიკროფონში არის, მისაც იმისკენ არიყურო დიდად. მოგლეთ, პირველი ვაფშე პირველი შემთხვევა, როდესაც რაღაცა მოვიგე, იყო 92 წელი თუ სამ პატარა ვარ და მაშინაც ხომ ორი არხი იყო, მაგრამ არაფერი არ იყო და მოკლედ ამ პირველ არხზე ნინო ზაუტაშვილს მიღავს რაღაც გადაცემა, რომ ნინო ზაუტაშვილი მაგდროინდელია. კი და მიღავს რაღაც გადაცემა და ეხაო დავსვავთ კითხვასო და მოგებულს გადაეცემა ელექტროჩაიდანიო და ჩვენს ელექტროჩაიდანი. ვაუ. ხო და რაღაცა კითხვა იყო და უნდა დაგერეკა რა, ანუ იმდა დარეკვით. ხო და ასე დარეკვა იყო ძალიან რთული სულ დაკავებდა. გავედი და კითხვას ვუპასუხე და ბატონ გიორგის გადაეცემა ელექტროჩაიდანი და 5 წუთში ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ბატონმა გიორგიმ დარეკაო და თქვა, რომ არ მინდაო ჩაიდანიო, გადაეცეს იმას. ისე მეწყინა. რას ლაპარაკო? მართლა? ეთქვა ვიღაცამ გაიღადავა, მაგრამ არ აქვს მახსოვს. ეგ ფრაზები მახსოვს, ხო? ეს 92-ში. რა გახსოვს? აი ეგ ფრაზები, რომ გადაეცემა, ანუ საჩუქარს იმას აძლევდა. ალბათ ერთ-ერთი ზარის დარეკვის ხუმრობა იყო ეგ ბავშვებისგან. ხო, ვიღაცამ დარეკა და გიორგის არ უნდა. ისე მეწყინა. უნდა რა არის? ყველაზე გრანდიოზული რა მოგიგიათ? აი დიდი გრანდიოზული. ყველაზე გრანდიოზული? ბროლის, ხო, მაგისტრის ის არის, ხო. მაგისტრის სტატუსი. ხო. ფასეული? პირდაპირ მეკითხებია. ტელეფონები მერეც, ანუ Samsung-ის ტელეფონები იყო მე ჩვენთან და მაშინ Samsung იყო. ხო, იმенно ტელეფონი. მაღაზიას გახსნიდი და ტელევიზორები. ტელევიზორებიც. ეგ რასაც როდიში ეგეც? ხო. მანდის სპონსორი იყო, ხო და ჩუქნიდა. Samsung-ი და ხო, სადმაგაცო Samsung-ის ტელევიზორები აქვს ვინც სხვათა შორის Siemens-ის ტელეფონები და დიდი პერიოდი იყო Samsung-ის ტელეფონი. ჩვენ მაფიას რო თამაშობთ ხოლმე იქ ფინალზე არის ხოლმე პრიზები ეგრე და ხო. ანუ მე მაქვს მოგებული Voyager-ის 5000 ლარიანი ისა. გამოიყენე? ლუკა იყენებს ახლა სხვათა შორის. ახლა მიდის. კიდე მაქვს მოგებული სოკარისის არა ქვია საწვავი. ბენზინი იცოცხლე. ბენზინი მახარაც მაგარ ბენზინი. ეხლა რომ მაჩვენეთ ის 100 ლიტრი ბიჭო მომატყუეთ. არა. 100 ლიტრი. ეს არ მინდა რომ ხალხი კითხულობდა უბრალოდ კომენტარებში. მარჩი ჩავას გადავიხადე ბენზინში ფული. იმის ფერე ის თუ გადამაგდე მით. თან მე გავიხიე შუაზე 100. არა რა ვინ გადაგაგდო კაცო მზად არის შენი არა სხვა რაღაცა უთხარია. შენი საწვავი მზად არის. გითხრა სადნა იყო? ეძებდი უბაში არა. არ მიგიციათ კიდე რამდენი ხანი? ბიჭო, რავი, ანუ ვის არა ქვია. არა, კაცი, აი უხეხულობაში. არა. 100 ლიტრი დიზელი ხარ, აი. სოფი კილაძის 500 ლარი სად არის? ჩვენ מחარა მე მეკითხა ეს რომ მოგცეს თუ არა, რომ თვითონ გაათამაშეს აჩიმ და מחარა მარტო מחარას არ შევაწმინდო ხელს. აჩიმაც გაათამაშა 500 ლარი. იყო გამოსაცნობი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. სამი წელი ყובה რა. გამოიცნო ადამიანმა სტომარმა, თან სტომარმა. ვერ ერკვევა. ნუ შენზე კარგად და ჩემზე კარგად თქვა ვინ მოიგებდა და. არა გაათ. მოიგო რეალმა მე მგონი. მოიგებდა. 2022-ში იყო. 21-ში. არ მახსოვს მოკლედ რა ვიღაცა მოიგო მოკლედ. არ ვიცი მე არც მახსოვს. და 500 ლარი ერგებოდა სოფის და სამწუხაროდ 500 ლარი ჩაიდის. ეგ 500 ლარი מחარამ დახარჯა KFC-ში და არა მარტო. ხო מחარ. ბაზარია. მაგრამ სოფი კილაძის წარმომადგენელმა დაარეკა რომ სოფის აღარ უნდაო. იმ დიზელით ვიყავი წასული შე რომ მომეცი. რა უნამუსო ხარ მართლა. საწვავი აღარ ჩაგისხია რამდენი ხანია მანქანაში არ გიყიდია და. არა როგორ ახლა ცუცაცოს ვასხავ შენი რო აღარ მაქვს ხომ ეს ვაუჩერები რომ. არა გააქვს מחარ გააქვს მოგებული გაქვს და არის მზად არის და შეგიძლია გახვიდე და აიღო. მართლა. ისე ვიქრამები და გლდაში რომ მომიტანო რა შეიძლება. კი. სასვლაზეც ხო ბენზინი დაგეხარა. აი ეს ეგ მივიდა. ეს 10 ლიტრი დიზელი მინდა. რა თქმა უნდა. ვიღებ 80. რა თქმა უნდა, გიორგი წმინდაში მოგიტანენ. ჩაგისხამენ. თავზე გასვლა. ჩაგისხამენ מחარ თვითონ ჩამსხველი მოყვება. პირდაპირ ცისტერნით. ეგრე რეცხვად შედის სხვადასხვა მინების ისა რაღაცა გაწმენდა და ყველაფერი იქნება 5. ნახევარი ტონა გაათამაში რა. თავიღალ წიო 100 ლიტრი, 200 ლიტრი
დავიხალე რა. ნახევარი ტონა რომ ეკრა, მეცოდინება რომ აი თვემდე უნდა მეყოს თვის ბოლომდე უნდა გავატანინო როგორმე რა. არა. ისე რამდენ მანქანა ყავს ბატონო. რამდენ ლიტრს ისე ვიგროვებ კანისტრებს ხო? არა, ის არის. შეიძლება მე მქონდა იდეა რომ გადამეყიდა ჩემი მოგებული საწვავი, მაგრამ არ გამოდის ეგ. რამდენ ლიტრ ბენზინს მოიხმართ თვეში? ბევრს არა. პრიუს C არის. შენც ყავდა ხო? თუ არა, თუ შენც არ ყავდა. პრიუსი ყავდა. Ford Fusion და Prius C? რა. პრიუსი ყავდა, პრიუსი მოხარ. პრიუსი ყავდა, როგორ არა? რა? პრიუსი ყავდა? რატო გითხდება მაგ? რა ხდება? უბრალოდ ეზოში. რა ხდება ერთსამი? რატო გითხდება პრიუსი? რა? პრიუსი ცუდი მანქანა. მოიცა ეგრეთე ხავს, ანუ ახლა პრიუსი. მე Ford-ი. არა, ნახე. თუ სნობი ხარ. მე ვერ სნობი ვარ და ვერ ვიტან ანუ ელემენტებზე მომუშავე ნებისმიერი სახის მექანიკურ საშუალებას ვერ ვიტან. შეიძლება როგორ შეატრიალა. სახშიც ვულტი გოიმურად ჟღერდეს ზევზის ველოსიპედზე გაგვიერთებული. მექანიკო ძირითადად ავტომობილებს გულისხმობ, იმიტომ რომ ჩემთვის საწვავის სუნი და ის შეგრძნება, რასაც იწვევს და გარემოს დაბინძურება არის ჩემი პირველი მოვალეობა, რომ გამოვიდე და გავაგადო და შავი პოლი გამოვარდეს და ეგ რეკლამა, აი მართლა ხის სახში ცხოვრობ, შეჩება, აი მეტი რა გინდა, ბიჭო, ანუ ბუნებაზე მევზრუნოთ, ანუ ხის წავიდნენ მოჭრეს ხეები რომ აკლის იმას შენ არ მოვაბრაკოდი მაგიდაზე? ეგ უკვე მოჭრა ვიღაცა და მე გამოვიხსენე. ეგ უკვე მოჭრა რას ქვია? ჩემი საჭრელი პრინციპები. ცხოვრობ რომელიც გადაჭეხეს ტყე და ციყვები დაიღუპნენ მაგის გამო ჩიტები ვეღარ ზრდებიან ჩამოვარდნენ და ციყვა ვიცი რა დაიღუპნენ გამონაბოლქვით შენ რომ შავი გამონაბოლქვით ეს ციყვი არაფერი არ მოსდის ციყვს რა არაფერი არ მოსდის ციყვს გამონაბოლქვით მე ეგერი მიყრია და 1000 სისტემა რომელიც ფილტრავს ამას და შენ პირდაპირ ჩაუჩეხეს აწყალი ახარ დედამიწისთვის კარგი რა გეკეთებია მე ხო დედა აი არა აი დედამიწა თვითონ გააჩნე კარგად რა ხე დაგირგავს ხო სიცოცხლე გულში ცხოვრობდი სოფელში ხის მეტი რა დამირგავს ბიჭო და მომივლია და ტელია ეგ რო ჩაითვალოს მარტო ხო შეიძლება აი სო რა იმიტომ რომ მე ცოტა სხვანაირად უყურებ უკვე ცხოვრებას ადრე ვიყავი დედამიწას გადარჩება დედამიწა თუ არ გადარჩება და ეხა უყურებ ცოტა ეგოისტურად რაცა უნდა აგავაკეთო იმიტომ რომ ჩემს გვერდზე ვიღაცები სახლებს იშენებენ ხისას ანუ არავის არ აინტერესებს და ჩემს სახლის აშენება ანუ გარემოსთვის ის არის რა ქვია ცუდია ანუ გადამუშავებული აი ვსო მორჩა არ არის ცუდი დაიხურა თემა ის ხე საიდანაც ხომ მოვიდა კი მაგრამ იმ ხისადმი და სხვა გაიზრდება ანუ ხის პრობლემა იმდენად არ არის და ზრდასრული ხე ჟანგბადს პრაქტიკულად აღარ გამოიმუშავებს უბრალოდ რამდენსაც გამოიმუშავებს იმდენს მოიხმარს თვითონ ეგ იცოდი מחარ ეს გვეცოდებოდა იმ შემთხვევაში კალასურ საბუთი წარმოედგინა რომ ეს არის დასრული ხეები მოჭრილი მომთხოვე საბუთი ეს პატარა პიცრები როა იქ სად არის პატარა პიცრები სა აი იმაზე რა ის დიდი როგორა ის თოთოხია ბიჭო ანუ ყურო დაუგდო ხმა ანუ ძე გაზდის ბიჭო ხეს რას ვერ ვიგებ იცი თქვენ ხალხი რა ზოგადად ჩვენ მოკვდავები აი როგორ ახართ იცი ანუ დედამიწის შვილები რაღაცები გინდათ მასალა და თან გინდათ რომ კარგი ტიპები ანუ რაღაც ბაბლში ყველაფერი კარგად არის მაგრამ ყველა იყენებთ ამ მასალას რა ხოლა აი ლითიუმებზე იცი რა ხდება აი ელექტრომანქანების ბატარეებზე რამხელა შრომა უწევთ პატარა ბავშვებს ძალიან დიდი არა აგორ არა ეს ახლა ეგრე მეც რო პრიუსი დავდედი ვიძახე რომ არა ეგრე არა როგორ გადავიდე სხვანაირად მოიპოვება პროსტა როგორ მოიპოვება შეეკამათები როგორ მოიპოვება ლითიუმი ბატონო გიორგი მოგლეთ მაგაშია საქმე ყველაზე დიდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბადო ლითიუმის არის რაღაც ჩილეში მე მგონი არის ძალიან დიდი ტბა როგორღაცა იცი მან დაჟი პეიზაჟები ჩდება ხოლმე რომ აი მარილი დაფარული რაღაცა და მარილის ის როა მაგის ქვევით არის ეს მარილის ხსნარი ბევრი სხვა მარილი არის და მე მაგის ამოდუღება ხდება რა და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ისინი ამას ვიძებ და მანდარი ლითიუმის მარილები ბევრი და მე ამ ლითიუმის მარილების ელექტროლიზის იმას ანუ
ბავშვები არ აკეთებენ რა გაჩეს. თქვენ კობალტი და ესენი კი და აი ლითიუმი რამდენიც მე ვიცი ნაკლებად. ყოველ შემთხვევაში ის აი ეს კონკრეტულად ეს საბადო პატარა ბავშვებზე არ დგას. პატარა ბავშვებზე არ დგას. არა, გასაგებია რომ საწარმო მუშაობს იქ რაღაც სპეცტექნიკით. კერავენ პატარა ბავშვები. შენ რო გაცვია მაგას. ეგ ჩვეულებრივი მომენტია. ეგ მოსულა. ეგ არა, სამყარო მიეჩვია, მაგრამ თქვენ არ გინახავთ მშიერი ოჯახები წასული ამ ტბის ქვევის დანადგარებში იპარებიან ეს ბავშვები, რომ ეს მარილი მოიპოვონ და თვითნებურად ჩააბარონ. ჩვენსაც ვაკეთებდით 90-იანებში ალუმის როგორც ვიპარავდით ხოლმე. ბევრად რთულად არის ამბავი რა. თან მithumetes საქართველოში ელექტრომანქანა ყავს და იცი რომ ელემენტი რომ გაფუჭდება ელემენტი ხო აქვს. კი. ეს ელემენტი რომ გაფუჭდება არც ერთი საწარმო არ აქვს სადაც ამას გადაამუშავებენ და მაინც გამიზნოთ რომ მანქანას კიდევ იმიტომ რომ მეგონა რომ დანაშაული არის. რა თქმა უნდა, მახარ. რო გამიფუჭდება აუცილებლად გავითვალისწინებ ამას და რომელ წელია თქვენი მანქანა? 14-იანი. 14-იანი. აქამდე ბატარეა შეცვლილი არა? არა. მაგრამ მივამდენი გარბენი? რა, ბევრი არ. 100,000-მდე. ამერიკიდან ჩამოიყვანეთ? კი. აი რო შეცვლით ძალიან მოგიწევთ შეცვლა. რატომ წევლი? არა, ეს მექანიკურ საშუალებას. შორის Ford Fusion-ებს რა, რაც არის ჰიბრიდები, ძალიან მაგარი ბატარეები აქვს და მაგიებს აყენებენ მერე Prius-ში. ძველს რას უშვებით მე? კითხვა. ძველი ბატარეა სად მიდის? ძველი ბატარეა სად მიდის? იცი რა მხოლოდ ზიანი შეუძლია მიაყენოს ზოგადად სახელმწიფოს არა დედამიწას. ამის გადამუშავება, ლითიუმის გადამუშავება რა ხდება? პირველ რიგში ლითიუმი როგორც კი ხდება მიწაში. იწყებს დაშლას. დაშლას აღიწყებს. მაგარი სამეცნიერო. მართა ვიხარ, ბატონო გიორგი, აღმოცენებას წყებს. ამოდის ლითიუმი და ისხავს. კარგია. მართლა მე. მაგის. მეგონა ეს გაცემა, ადიქავის გაცემა, რომელსაც ჩაუგდებთ ხოლმე სხვებს, იმიტომ რომ მახარა გაბრას დაუყურებს. მაგის გადამუშავება საჭირო, იმიტომ რომ ლითიუმი ძალიან ადვილად ალს იკიდებს, ანუ და ვერ ჩააქრობ მაგას. და წყალში რო ჩადო, მაინც არ ჩაქრება თუ ცეცხლი მოიკიდე. ამიტომ უნდა სპეციალური გადამუშავება, იმიტომ რომ იქ თუ მოიკიდა ცეცხლი სადაც ნაგავს საფრაზე, მე კარგად იყავი. თორე თავისთავად მახა შენ ხომ არ გვაქვს რაიმე დასამატებელი? ჯერესეთი ლითიუმს ნაგავს საყრელზე, ნუ პატარა ბატარეები ხდება, მეც გადამიყრია ძალიან ბევრი. ყველას. მე ვიძახი იმ მანქანის ბატარეებში აცდებს. ჩვეულებრივი განსხვავებული ლითიუმია? ის პატარა ძალიან ცოტა ლითიუმია. ცოტა ლითიუმია. ის ბევრი ლითიუმია. ის ცხოვრებით, მაგრამ ცხოვრების რომ შეიძლება საათების ელემენტი იმდენი გვაქვს ერს გადაყრილი. რო ჯამში პრიუსი იქნება. ბევრად მეტი მგონია რომ ბევრად მეტი პრიუსი იქნება. მეორე პრობლემა კიდე. მეორად საბურავს ყიდულობ ბატონო. ეხლა მე ძალიან ხელოსა. გადაიყიდეთ ადამიანს. ახალს ყიდულობ თუ მეორადს? ახალს. რატო? მეორად იყიდეთ შეიძლება. შენ ხო მეორადებს ყიდულობ? გერმანელები გამოალაგებენ ამ მეორად საბურავებს. არა, მეც ახალს ყიდულობ, რა გინდა? აბა, მე მინდა რომ გაკონტროლოს, საიდან მივიდა? შენ რამხელა ზიანს გაქვს მოტანილი გორისთვის? ჩვენ იმხელა დედამიწისთვის არ გვაქვს. ბავშვები მივიდეთ. გორიც ხო დედამიწაა თან. ბავშვები მახსოვს ეზოში ხეები ამოყავდა ხოლმე, სხვა ხეებს ვამრავდა. ამოყავდა ხეები? აი რა ეზოში უბანში ყავდა ხოლმე მიწა და იმ მიწაში ვაშლის ხო ვაშლის ფერმერები ყავდა. არა, სხვა ხილის ენერგიები გამოყავდა ხოლმე და მივდიოდით და სასაფლაოებზე გავდით ხოლმე, იმიტომ რომ გვინდოდა რომ ეს ეხა სიმწვანე ყველნაკის მთებზე რაც ის არის თითქმის ჩვენი გაკეთებულია რა ბავშვობაში. მაგრამ ეხა არა მაქვს მაგას თვით შეგნება. მაშინ მქონდა ხოლმე რა. სასაფლაოზე რა გავდით? რა გავდით? ბიჭ, მოტიტულებული იყო ხოლმე და აღდგომაზე რომ მივდიოდი ძალიან ცხელოდა ხოლმე და გვაწუხებდა რა და აი იდეა ეგ იყო რომ ესო ჭრილი გაკეთებული იყო. და ეხა ვინც მისვლებლებთან ადიხართ ჭრილში, ეგ ჩვენი დამსახურებაა. მაგდენ დარგეთ რომ აი ამდენი ხალხი მთელი მთა. მთელი მთა დარგეთ? კი ამდე? არა, მაშინ არაა თქვენ დამსახურება. გორში ვსაუბრობ. ბატონო გიორგი გორშიც არიან მიცვალებულები და იქაც მართლა ხო, ყველა გორში არ მართავს. არის ხოლმე შემთხვევები რომ ხა მაგალითად პაპაჩემო მოითხოვა რომ აუცილებლად თბილისში და გორში ცხოვრობს, მაგრამ სხვა ტიპია რომ მინდა რომ თბილისში ვიყო. და შენ დაწმინდა გინდა ხო კიდე? არა, ეხავ თესავთ ლითიუმებს, ეს ლითიუმები გამოიყრის. მაგრამ შენ ხო დაწმინდა გინდა მართლა ხო მაგას მომიზნებ, ხო? ბიჭო, არ მინდა. კი, პანთეონს მომიზნებს. მე მინდა რომ აი რუსთაველზე რომ კრუგზე რომ ხე დგას რა. აი ხო ხე არის. აი მინდა რომ მოჭრან და ესეთ მდგომარეობაში რომ მე ვიყო რა.
ანუ მკვდარიც ხეების მოჭრაზე ხარ და მე მეუნები ხეებს ჭრიო? ანუ რომ მოკვდები ის ხე მოჭრანო და დაანებე თავი. არა, ის გამაზე. მაოხრებელი გზირი ხარ ბიჭო. ეპოქსიჩი ჩადებული ესე სწორად. ეპოქსი შენ კაკალში გაგაკეთე. ეგეთი კეპკიანი ყავდა უკვე. ვინა? ლენინი. მე დაპატარავდები შენ წელი. და იქ თავისუფლებაზე ესე. ლენინს უყარდა ბავშვი. აი ამ ხიარულ ნოტაზე გადავიდეთ თემებზე. აუ, კი რა კითხვა მაგის სტალინის სახლ-მუზეუმში შეხვალ. შევებთ ხო ლაპარაკი მინდი ხარ გიხსნის. როგორც კი შეხვალ წითელი ოთახი რა სტალინის ბიუსტსაც. ბიჭო, იქ არ შეიძლება ლაპარაკი რა. როგორ გაიღვიძოს? აი, ხო და. აი, დღემდე ვერ ვიცი. სუმური და ზურიკოს ძინავს იქ. როგორც კი ჩუმად გამოვიდოთ ხო მე ჩავდა ახშია დადიოდით სტალინის მუზეუმში დავდიოდი რა მე ტირაპონდი არა ბიჭო ქიშვარდა მომკიდებდა ხო ჯერ დილის 7 საათზე წამიყვანდა ხაში უნდა გაჭამო კაცი ეგრე იზდება პაპაჩი ძმობის დუქანში ჩაამახეთქებდა ხოლმე ნიურის უნდა ვყარდი მე იოსებ ბესონოვიჩს და მივიდეთ ხოლმე წითელ ოთახში უნდა გვენახა თავიდან მომდე ისტორიები სად ვინ იყო როგორ იყო რა იყო რატო ვა დიდების მუზეუმში ნამყოფი ხარ? ერთი 100 ჯერ ვარ ნამყოფი. გორში არის დიდების მუზეუმი. პატარების არის? ხო, დღემდე მეგონა რომ ეგ დიდების მუზეუმი იყო დიდების მუზეუმი. მე რომ შევდიოდი ხოლმე, პრიორიტეტული მეგონა ჩემი თავი, იმიტომ რომ დიდების მუზეუმში ვიყავი და საერთოდ სხვა დიდებაზე იყო. მე უფრო სიცილის ოთახები და რაღაცები ბავშვობაში რა, ცირკი. ხო და შენ ცირკის ოთახში დადიოდი მე დიდებისა და სტალინის წითელ ოთახში მე აი როგორ ვიყავი, იცი? ჩუმად. ჩუმად არა აი. კაი, გადავიდეთ მოდი თემებზე, აჩიკო მოამზადა რაღაც თამაშები და ასე შემდეგ და წავიკითხოთ აბა. მე მაინტერესებს ერთ-ერთი თამაში, სადაც ოქროს მონეტა თამაშდება და თქვენ ამდენად შეძლებთ იმას, რომ როლის ბუებს შეძინოთ პოდკასტის მონეტა. შეკითხვა სამივეს. UFC-ს მებრძოლი რომ იყოთ, რომელ სიმღერას აერჩევდით ოქტაგონზე გასვლისას ჩასართავად? ნიკოლ შოუს ნებისმიერი. გეტყვით. რა მოხდა მაგაზე რაღაცა ერთი ამბავია. მე ნიკოლ შოუს ერთადერთო ჩემო ძვირფასო. დონ. მაგას ავირჩევ. არა, მე მართლა ავირჩევდი. UFC-ს ამდენად უყურებს. არა ხო? შესაძლოა სიმღერად მოფიქრებული რაღაცა. ახლა მე თუ UFC-ს გავიჩიტე, უნდა იყოს არგო. რა. ან ის. ჩვენი რაცა გვაქვს. ან ის რასადროდის როგორც იწება რა. დუნ. ძალიან მაგარი გიორგი ბაქრაძე რო გამოდის. და ბროლის ბურო უჭირავს კამრის მაგივრად ძალიან კაი. აი, ამის სპეციალური. აუ, არ ვიცი. მე მაინტერესებს ეხლა აჩიკომ სპეციალურად ჩაწერა, ალბათ ნიკოლ შოუს და მერაბის ამბავი მოხდა რაღაც. სალაშქროს ჩავთავდი ხოლმე რა. რა მოხდა, ოღონდ ვერ გავიგე ზუსტად. მერაბმა აიღო სიმღერა დაუკითხავადო თუ რაღაცა ეგეთი. ხო, რაღაცა იყო. მერაბი ნიკოლ შოუს სიმღერაზე გამოდიოდა ხოლმე სულ, იმიტომ რომ ძალიან სტიმულს აძლევდა. სულ გამოდიოდა ხოლმე? მე არ დაკვირვები ვარ მაგას. მე ნიკოლ შოუმ გლეხურ ენაზე რო ახსნათ რა. ნიკოლ შოუმ ძმა იქ რო გამოძო მერაბს თქო მერაბო დანავაიც სხვა ეტყოდიო რომ მაყუთი გამაზოს რა სიმღერაზე რო გამოდიხარო. მერაბი გაგიზარ მე გამოდიო რომ დანავაიც რაშოშია ანუ შენი სიმღერა გრასგა ჩაგირთავე რა დახტა მერაბს მე მგონი არ უპასუხი არაფერი. უპასუხა იმის მან რა მნიშვნელობა აქვს. ხო და ეხა ნიკოლ შოუ აპრავებს იმას რომ მე რაღაცო პირიქითო მე გითხარიო რომ აი იმას ხوار გამოვართვათო ერთადო ფულიო ამ მუსიკას ორთავ შენო აი ბიჭო განებე თავი რა ეგ და იმანიცის ხოლმე შენ გაგისწორდებოდა შენი კომპოზიციით რომ გამოსული აბა რა არ მოითხოვდი ფულს აი ნიკოლ შოუ თუ იქნებოდა აუცილებლად გამისწორდებოდა რავი მოიცა ფულს არ მოითხოვდი არა შენ არ მოითხოვდი ფულს არა მეთქი ბიჭო აი იგივე პრობლემა ექნებოდა ჩარკვიანის სიმღერა რომ გამოეყენებინა, კაი რა. ან თლად ესეც ალსახადაც არ არის, რა, იმიტომ რომ ძალიან დიდ მასშტაბზე არის ლაპარაკი, ეს UFC უამრავი ადამიანი. თან კომერციული პროექტია, კომერციული პროექტი არის თან. მესმის არა, ყველაფერი, ნახარ რომ ფულს არ მოითხოვდა, მაგის არ მიჟერა ეხლა და ნუ რა გავაკეთო. იმიტომ მე უფრო დიდი დოზით პატრიოტი ვარ ვიდრე შენ. არა, შენ უფრო დიდი დოზით გიყავს ფული ვიდრე მე. ანუ ტიპს ეგ ვაფშე არ მოცემულობა საერთოდ სხვა რაღაცა. აქ ტიპს აყენებ უხერხულ მდგომარეობაში. მოდი ერთად ფული გამოვართოთ იმათ. ეუბნები რომ მე რა წამეთ. მაგრამ ვიღაცა რომ შენ სიმღერას იღებს ისე რომ არ გეკითხება, არ არის. არა, ეგ მოულა იყო ცოტა מחარ რა. პირდაპირ ხო არ ეთყოდა და რაღაც შეპარება იყო რა. შენ სიმღერას იღებენ. ნახე, მან პრობლემა არის სულ ატრაკებდნენ მესმის. მაგრამ აქ რო ფული დაინახე და ოპა, დიდი რაღაცა და აქ ფული ანუ
რავი. აი კეთათო. რაიცი სულ რა ტრაკებია. კეთათო. სულ მაგ აზრზეა რომ ინტელექტუალური საკუთრება არის ამისი ჩარკვენის და ნებისმიერ აი რავი რესტორანშიც რო იყოს ხომ ჩართული მაგაზეც აქვს ხომ პრეტენზია რა. ლასრო შოულობდე ხო? 50 კაპიკი ჩვენთან უნდა მოვიდეს. ხო და ეხლა როცა არაფერს აი ბიჭო რა ნიშნავს აქ ვინ ახურებს და ვინ არა? აქ სწორი ვინ არის ამ სიტუაციაში მაგას ვაპარაკობ. გიორგი თქვენ რას ფიქრობთ ისე ამაზე? რთული ისა კონტროვერსიული საკითხი არის ზოგადად. ანუ იდეაში შემართალი ხარ ხო კომერციული პროექტია ძალიან ბევრი ფული არის და ამიტომ ის რომ რაღაცა თანხა ამათ შეულიათ გადაუხადონ ეგ ის არის მეორე მხრივ ეხა ნიკოლ შოუსთვის რამხელა რეკლამა არის რომ ამდენი ხალხი ხედავს ანუ რომელიც უნდოდეს ეგ რეკლამა ხო ეგ სხვა საკითხი არის ხო მაგრამ ნუ ყველა ვარიანტში რეკლამა არის ანუ გინდა არ გინდა რაღაც მილიონობით ხალხი იყურებს და მუსიკას და შენ ეს მუსიკა თუ მოეწონა იმას იზავს რა ქვია წავა იპოვის გადმოქაჩავს რაღაც იმას იზავს ამიტომ ხო ცოტა ისეთ საკითხია მაგრამ მე მგონია რომ კითხვის თემაში რომ თუ სხვებს არ იმაშვებოდნენ ეხა რატო დაიწყეს ხო მაგრამ ეგ ამის ვარაუდია გავიგია ანუ კეთათოს ამბავი ხო ვიცით მართლა კეთათოს სულ ამის სიმღერები არაუღია შეიძლება ვიღაცას ესე არა ფულიანს არაუღია ესეთი მერაბს რა ბიუჯეტი აქვს აქ იყო ანუ წარმოიდგინე ხა მერაბი შოუზე აქ ხელი გადახდა და დანავაით შეუძლია რომ აქ იყო რატო არ მკითხეს ბიჭო რატო არ მკითხეს ხო რატო არ მკითხესო რომ აიღეს ანუ აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ საქმის კურსში ჩაყენების ამბავი თუნდაც რა მაღაზია ეგ ალბათ ამაში მართალია ალბათ ანუ ფულს თავი რო დავანებოთ ახლა პროსტა კაცურ პონჩი რატო ხარი რა თუ ეგრე იყო მე ხარ ვიცი რა ინფორმაციაა გვაქვს მაგან გამომდინარე მან კიდე მაგას მნიშვნელობა აქვს რამდენი ხნის მერე მოხდა კომუნიკაცია თუ ეგრევე მოხდა კომუნიკაცია და მერაბს დიდი ხანი ქონდა ეს მუსიკა ხო რამდენი ხნის მანძილზე ანუ ერთი წელი თუ არ იცი ვის აქვს შენი მუსიკა ეს UFC-ზე ჩართული ერთი წელს მერე იგებს შემთხვევით თუ აი ბევრი რაღაცა მოკლედ ინტელექტუალურ საკუთრებას მე ვაღიარებ თუ ტიპს რო იყოს ეს ეკუთვნის მაგრამ არის რაღაცები შენიანი რომ ეს ინფორმაცია ვაფშე აქამდე ჩვენ არ უნდა გავგვეკო მე ეგრე მგონია რა რომ გავიგეთ ეგ უკვე პრობლემაა კი ხო ეგ კი ხო კაი შემდეგი რაღაცა ხედავ ეხა ნიკოლ შოუზე გამოვიდოდა ესე მე არ ვიცი რა აი იმის ზღვაზე სულ გადაცურვით დავდივართ ჩვენ გადამოხსნილ ასოციაციების თამაში მოვიდა მოკლედ სტუმარი ამბობს ერთ სიტყვას რამეს და მე და מחარ ასოციაციებში უნდა დავამთხიოთ რა მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ყარდახობთ ჩუმად ერთმანეთს აბსოლუტურად ყველაფერი მივანიშნოთ ერთმანეთს მაგრამ დაბლოკვა შეგიძლია თქვენი მიზანია რომ მიხვდეთ ეს მინიშნება და დაბლოკოთ მივანიშნეთ ერთმანეთს და იმ სიტყვას თქვი რომ ეს დაბლოკილია ოკეი სხვა უნდა ვიპოვოთ ოკეი კარნახი როგორ ხდება თვალებით იმით რაღაცა ესე ყველა ბინძური გზით ხდება ოკეი გაიდა რამდენიც და რამდენიც არა აქ ის არის რა ქვია სტუმარ შეუძლია თამაშდება ეს პოტენციური პრიზი რა არის ოქროს ნამდვილი ოქროს მონეტა თუ პოდკასტ ერთ წელი წაგვართ თქვენ ო ერთ წავით მოიგო აი მან ახლობელს გაატანა იძახის რომ არა მაგრამ თავის არა ძმაო არა თიმის წევს მოაგებინა რა არა ორამდეა თამაში სამწუხაროდ არ არის ეს ტელეფონი მაგრამ გაუცვლი ტელეფონი ყო უნდა თქვათ თქვენ ნებისმიერი სიტყვა უნდა ვიცოდეთ ბატონო გიორგი აი არ ვიცი აბა შევხედოთ რა სირთულისა არა კალა რა მაგარი კაცი იმები და რამდენი დრო გაქვთ ამ ასოციაციების წუთი მოიფიქროთ რა შეიძლება ეგრევე ვთქვათ რომ მზად ვართ რა აი გონევრული ვადა აი რაღაც ბროლივით არ გავწევავთ მესი რავი იმან თუ სამამდე დაითვალეთ კაი ხო 1 2 3 რონალდო ოკეი ეს მინიშნებით იყო თუ მართლა დაემთხვა არა რონალდო კალა მესი რა კალას რო ვეკითხები מחარ არაფერი არ კალას რო ვეკითხები სახეზე ეგრევე ეთქვა მესი და ტატოს ხო არ ვიტყოდით ახლა რა აიც რო აწევი რაღაცია ის დაიწე იბა შემა მიმოიშა მე არც უყურებდი კაი ფაქტია მე სუბთავარ იმან აიჩარჩა არის მაგრამ მე ჩემი გულწრფელობით מחარ გადაახვევენ და ნახავენ ნუ უკარ ნახავ ის და არ გინდა აა გადაახვევ არავინ არ გადა 1-0 1-0 იგებენ ეს უსინდისოები
არა, მესი და რონალდო ყოჩაღ מחარ ის. არ მეგონა შენ მაგას თუ მოიფიქრე. მაგას გიკარნახე. გიორგი ერთ-ერთი ცოდნა რაც იყო ჩემი ფეხბურთში ამ წელს დავხარჯე. ეს ორი კაცი იცის და ზიდანი კიდე. ოპა. გიფიცე მუსიკა. გუში რაღაცა ვიდე რა ლამაზი კაცია ბიჭო. გური დახვეწე. აი კაცი ეგრე რომ ლაპარაკობ ხო? ზიდანი. აი რაღაცნაირი, არ ვიცი რა, ლაპარაკი და სილამაზე ფეხბურთს თამაშზე კი აფერი თქვა. არა, ეხაც მეთქი რა. მაიც მოვიფიქრო. ფეხბურთმა არ გაჭრა. ახლა ეს ძალიან კარგად თამაშობ ბატონო გიორგი. ეკონომიკა. აქვე დავაანონსებ სხვადასხვა 14 ივნისს საქართველოს იუთუბერთა ნაკრები ივან უკვე წარები შეკრა. ტარდება საერთაშორისო ტურნირი. ჩამოდიან სხვა ქვეყნის იუთუბერები. ოღონდ აი შეუსპიდ და ისინი არ იქნება. ჯერ არა, მაგრამ კაცმა არ იცის რა იქნება. ბასტო ატარებს. და მე ვარ მწვრთნელი. საქართველოს იუთუბერთა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების. აი ეს წვრთნელი. მახარ. ასისტენტს ვეძებ რა. და მე მინდა რომ ასისტენტი ხوار დარბის. შორი და ხელებს იქნებს. დავაი, მინდა. მე მინდა ბასტოს მიმართავ აქედან, რომ ჩემი ასისტენტი იყოს გიორგი, იმიტომ რომ მის გარეშე მე იდეები. დაფა. იქნება ყველაფერი. როდესაც ვეთქვით ყველაფერს იმას იზამე. დაფა დამჭირდება. და ეხა მალე გაჟღერდება ეგ ამბავი რა. პირველი მინდა რომ პოდკასტში. ახლა ანაზღაურებას არ ეკითხები? ანაზღაურება არ მინდა თუ ქართულია. არა, ნაკრებია ბიჭო. იტალიის ნაკრები ჩამოდის და ყაზახეთის და წვრთნელი ხარ შენ? არა ბიჭო. საქართველოს. აბა რა ანაზღაურებას თქო. მე დამჭირდება თეთრი ფურცელი, ფანქარი და დაფა. სადაც 4-3-3-ს გადავალაგებ ხომ. 6-6-ია თამაში. 6-6-ია თამაში? მაშინ 4-3-3-ს გადავალაგებ. 4-1-1 იქნება რა უბრალოდ. 4 ყოლანი. ერთი მეკარია. 4-1. და ერთი მეკარი. ლუდი. всё. დაითვალე. არც გავხედავ. 1 2 3. ცოტნე. ეს კითხვაც არ მაქვს. არ უკრა. ბიჭო, არც ერთი ბრენდი არ გამხსენებია პირველი, გეფიცებ. აი თავში ხო ამოდის ინფორმაცია, ლუზი, აი შემოგაგაცია ცოტა. ელენ შოიზერ კოფერი, რომელიც ეხლა ის არხიც აქვს რა, სამარილეს არხი. მე და ის დაიწყეს პოდკასტი, სადაც მიდის და ლუდი უყვარს მოკლედ ძალიან რა. მაგრამ ლუდი გიორგისაც ძალიან უყვარს. სიყვარულის სხვა რაღაცა. მე დავჯერდი ბატონი გიორგი აქ ხა ბოტონი. სტუმარს რომ მონეტა გამოართვა, იმიტომ რომ აღარ ორჩა. აი ესე ბროლის ბუს მოგებასავით მარტივი არ არის ეს. არ არის ხო. მე რა ბევრად რთულია. ბროლის ბუს, აი ეს ხო ბროლია. თუ სახელი. და მართლა ბროლი. ბროლისაა კი. ვინ აკეთებს ხომ? ჩეხეთში. უკვე თავენ ჩეხეთში, ხო. ბოჰემიური ბროლია და მაგ შეესთავაზო. მე გავაკეთებ მაშინ რომ ვიდი შეესთავაზო. იმიტომ რომ ბროლის დამუშავება ძალიან რთულია რა და მე მუშაობდი შუშის ცეხში და გულმუშავებია. ბუ არა, მაგრამ დიდრების სახში ირმები და შვილები და რაღაცა გავაკეთებია. თუ ირმები ახლა ბუ რა. ძალიან პატარა დეტალზე ძალიან რთული რა მუშაობა და მსუ მაინტერესებდა ხოლმე ეს ბროლის ბუ იმიტომ ფორმატი ძალიან ისეთი აქვს რა, მარტივ შეიძლება აი მაინტერესებდა ხოლმე თურმე ჩეხეთში. აქვე მინდა რომ დავანონსო ბეტსონ სპორტის დღეები, რომელიც ჩატარდება სხვადასხვა ქალაქებში და ფუ პოდკასტიც გაიმართება. სხვადასხვა ქალაქებში იქნება ბეტსონის დღეები, სადაც მე და კალა ვიქნებით. მოხეტიალე ცირკი ჩამოდის. ჩვენი სახით შაპიტო არის ესა და მე პირველი იქნება 7 ივნის რუსთავში. რუსთაველებო გადაწენეთ ასლარიანები. გადაცემის ბოლოს იქნება ფეერვერკი. თქვენი მხრიდან, ჩვენსკენ. ყველაფერი ხნათებია, ხო? და ხალხი დაესწრება აჩი, ხო? ხალხი იქნება 200. 70-ის კამი იქნება დასაჯდომი და ფეხზე დგომითაც შეუძლიათ შემოგვიერთდნენ ადგილი იქნება. ეს თამაში გუნდურია. ან ყველა იგებს, ან ყველა აგებს. ჯამში გვექნება 3 ბლიც შეკითხვა. ყველა სწორი პასუხის შემთხვევაში თქვენ დაისვენეთ ბატონო. 3 მიიღებთ მისტერის აჩუქრებს. წაგების შემთხვევაში მონაწილეები ანონიმური ხმით მონაწილეები ანონიმური ხმის მიცემით გამოავლენენ გუნდის ყველაზე სულ წევრს, რომელიც დაისჭება. დავა ხო? აი, ყურადღება. მორჩა. მახარ. კითხვა. ყურადღება 30 წამი გექნებათ თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად. ჯამში არის 3 შეკითხვა.
სად ვართ? რა თქმა უნდა. კაპიტანი ხო არ ავირჩიოთ ჯერ რომ საბოლოოდ კითხვა ხოლმე კაპიტანს. კაპიტანი მახარა იყოს რომ აპასუხებინოს მე და გიორგი ბაქრაძეს. ვიღებულია კაპიტანი არის მახარა. პრობლემა. ყურადღება. პირველი შეკითხვა. დიახ. ხატვრის გაბრაზება ნებისმიერ დროს შეუძლია. ასე დაასათაურა საკუთარი სტატია ალექსანდრ მიხაილოვმა, რომელშიც დაისვა შეკითხვა, შეიძლებოდა თუ არა მე-20 საუკუნის ისტორია სულ სხვანაირად ყოფილიყო. გითხარით, რომელი მხატვარი იგულისხმება სტატიის ავტორმა, რომელი მხატვარი იგულისხმება? ჰიტლერი. აღონ გაბრაზება. ვადამდელი. წენაო, ანუ კითხვაში იყო შეცდომაო და ჩემი გუნდი დაიწყებს ბატონმა გიორგიმ კითხვაში ეს არის სამქულიანი შეკითხვა შესაბამისად, თუმცა კითხვაშიც აღმოაჩინა ჩემი გუნდი მოიფიქრებს, მანამდე ადამიანს უპასუხებ ეს იყო ჰიტლერი. ეს სხვაგან ახალშემოებში რა სახოლი მიღებულია პასუხი. ერთი თხოვნა მაქვს გიორგისთან რომ ძალიან მალე თუ ეკდება პასუხი, ცოტა ხანი დააცადოს რომ მე ჩვენ გუნდი შე რა გინდა ბიჭო, ერთი გუნდი ვარ. მახარას მიულოცო, იმიტომ რომ სწორად გამოიცნო პასუხი. მახარ რატო პასუხი ჰიტლერი? რატო პასუხი? ეგ მაგ წანაკითხი. ეგ მაგ გადავლებული თვალიზა. ყურადღება, მეორე შეკითხვა. არ მეროს მას დაწარეთ ყველაფერი კარგად. 1545 წელს ჩაძირული გალეონზე მერიოზე აღმოაჩინეს გემის ექიმის კაიუტა. ვისი? გემის ექიმის კაიუტა აღმოაჩინეს, რომელშიც კოლბები, წამლის ბოთლები და ერთი დიდი ჩაქუჩი იპოვეს. ყურადღება შეკითხვა, რისთვის იყო განკუთვნილი ჩაქუჩი? ყბილის. არა. ეს მუხზე ურტყავ. არა. გემზე რო დაე. მუხზე არ ურტყავენ, არა, მაგრამ ურტყავენ, აი დაახლოებით გორგილამ რო ჩაგარდა ის. გამაყუჩებელი ეფექტის კაპიტანისთვის ხო? გამაყუჩ მეც ეგ ვთქვი. კალა გაიჭრა. ადამიანდელი გუნდის კაპიტანი მე ვარ და მე უპასუხებ ამას. ეს იყო გამაყუჩებ, ან მაშინ არ იყო ხომ ეს ნაღალდოს თემა. გინდა თუ არა ანესთეზია? და ანესთეზია იყო ხომ მექანიკური გზით ჩაქუჩი. რა კაპიტანი იყო? ყურადღება. აი იმ გემის კაპიტანი და შენ. ვახჩი. არა სასაცილო იყო რომ შეკითხოს რომ კითხულობდი გზაში მისწორებდა გიორგი რაღაცებს რომ გიორგი შეკითხავს. არა გემიო და ყურადღება მახარა არის გენიალური ჯერჯერობით ჩემი აზრით კანდიდატი სწორი პასუხია რა თქმა უნდა. იაქტიური რაკეტა. აზარი არა. ეს ვერაფერს ვერ მიგებ. ერთი შეკითხვა დარჩა. ვიხანია მე თამაში. ხო აი და ეხა უკვე მე აღარ გავცემ პასუხს. ყურადღება შეკითხვა. 2010 წელს ესპანეთში უცნაური ჩემპიონატი ჩატარდა. ეკვადორელი გამარჯვებული შეჯიბრის დროს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი X-ი 70 დეციბელს შეადგენდა. 9.5 წუთის შემდეგ დააქს სახელით X-ი. მისი X-ი დეციბელს თუ შეადგენდა? ხმის. ხრინვა. ხრინვაში იყო? ძალიან მაღალია 70. 70 მაღალია. ეგ არ ვიცი, ეგ არ ვიცი. ჰორიზონტალურ მდგომარეობაშიო თან. ხო, ეწვა რა. ხო. ცოტა კიხრინავს 85-ზე სადღაც. შეიძლება ფლანგს აკეთებდა და კრუსუნებდა. არა, უეჭვე. ხო, ეგეც ვერსია. ხრინვა ხო ხმა. ხო. ამიტომ თქვენ ხრინვას ძახ დაკონკრეტებთ და მე ვეგავცემ ისე ვერ შეძლო ჩემაკურა გიორგი. ეს არის ხმა. ხრინვა ხმა მიღებულია. არა, ხრინვა. ვიტა ხრინვა არის ხრინვა. ხრინვა ხო კეუნები რა. რა გწირსო? რატო გაპასუხებინეთ შენ? ხრინვა რა. მიღებული. ხმა არის მიღებული. ხმა ბიჭო. ყურადღება. ეხა ეს ხრინვა ხმა არ არისო და 2010 წელს ჩატარდა ჩემპიონატი ხრინვაში. ხო. რომელშიც გაიმარჯვა ეკვადორელმა მონაწილემ. გავიგე, მერე? რა მერე ბიჭო? კითხვა რა იყო? არა, მოიცა, ეხა დაიწყო. და წაგებული გაქვს מחר. თავარი ეხა იწყება. თავარი ეხა იწყება. ხმა. დეციბელი, ანუ ხმა რაში იზომება? დეციბელებში. ყურადღება. არა, კითხვის და מחר გაგიმარტივებს საქმეს. ამ დავალებაში ანუ ვერც წარმოვიდგენდი რომ შეიძლება წაგეგოთ, მაგიტო სასჯელი არ მაქვს მომზადებული, შესაბამისად სამიო მიიღებთ საჩუქრებს. აი ეს ჩაჯმონო ნაგდო რომ მოგგაწვა. ახავარო შენ. აი გებიჯო. ბიჭო რა? რა? გეპასუხა ხრინვა რა. რატო უნდა მეპასუხა ბიჭო? პრინციპის ამბავი იყო რა. მოვიგეთ. პრინციპის არ მომისმენს. დაასახელე X-იო და ამ ტიპის ხრინვა ხმა.
ხო, ჩემპიონატი ხმაში არ ტარდება. არა, გავიგე, მაგრამ X-ი დაასახელავდა. ხმაში გადის თუ არა ხრინვა? მაგრამ ჩემპიონატი მაგაში არ ტარდება. ამას არ ჩემპიონატი დაასახელავდა. კითხვა იყო სხვა. რაში იყო ჩემპიონატი? რაში იყო ჩემპიონატიო და ხმაო მაშინ არ არის ჩემპიონატი. დაასახელე X-ი? ხო, მაგის რაში იყო ჩემპიონატი. ჩემპიონატი. კითხვის არსი ვერ გაიგე. შეიძლება. გიორგი კითხვას უსწორებდა რომ რაღაცა ფორმულირება შეცდომა ქონდა. შენ კიდე კითხვის არსი ვერ გაიგე საერთოდ. დაასრულია ხო? მგონია რომ სუსტი გოლი გამოვლენილი უბრალოდ სასჯელი არ არის. აჩიკოსგან ძალიან რთული არის გადამოწოდებული ინფორმაცია რომ მიიღოს ტვინმა და გონებამ და ორგანიზმმა ზოგადად. იმიტომ წერა რასაც ჩუქრებიან ეტა? მისტერი ბოქსებია. რადევს შეგნით რო არ ვიცი. ნაგავს მოათევდა კიდე ჩუპაჩუპსები, ტოფიტა და რაღაცები როგორც ხომ და ერთ სახლში იდება 100 ლარიანი. იმედია სტუმრის და შესაბამისად ძალიან სუფთა ყუთებია როგორც ხედავთ. წვერი არა, ყუთი არ შედის საჩუქარში. კაი, ყურადღება. მისტერი საჩუქრები აირჩიეთ რენდომად. ამაზე დაგვისვი კითხვა რადევს და გიორგი გამოიწვია. ბატონო გიორგი, რომელს აიღებდით? აი შუას. შუა? კა, შენ რომელი? მტრიანი მინდა მე. აი ისიც მტრიანი ყოფილა. ამ მძიმეა ეს. ბატონო გიორგი, ვაუ, ფული შეხვდა. ჩემი არა მძიმე. ხო. რა იცი რო ფული არის? ნაგვის პარკი. აი. ზო. რა მეგონი? ჩემს არ არის ფული מחარ. რა არის? ჩემში არის შამპანიური. შამპანი. ბელინია. ეგ ჩემზე იყო ეგ ნაგვის პარკი გათვლილი? და მე რა შემხვდა? ეგ იყო გიორგიზე გათვლილი. ძალიან ცუდია რა არის? ეს არის შოკოლადი. წიგნი? შოკოლადი. მე წიგს ვინ მომცემდა ეს? აჩი, ესეთი საჭიროებიც არ იყო საჭირო. გიორგის მინდა ურჩიო რომ გამოიყენოს ნაგვის პარკი. რაზე? ფული დე? აუარა და ეხა გაგიც. ბოლომდე მეტი აღარ დევს ასე რა. მაინც გადაამოწა. 50-იანი. ბიჭო ესე დაეცა ჩვენი გადაცემა? מחარ. ქვეყნის თავი. მისთვის რა ხო არ გინდათ? რა? მე შავე. შოკოლადი რა. არა იყოს. მადლობა. ქვეყნის თავი შოუ ვართ, აჩი. ამდენი გამომწერი, ამდენი ნახვი. ბიჭო, ის არის პროჭი და ჟმოტი, რა შუაშია შოუ. 50 ლარი სტუმარს. აი გრეიცი. ჩადე ცოტა მეტია. ადი 1000 და. არა, მანდ 1000 დებულიყო, მაგნა ვიტყვი ვინ დამასწრებდა ბიჭო. ოპა, ტრიუფელია. სტუმარს უნდა შეხვედრო და ძვირიანი შოკოლადი. ეგ შოკოლადი ღირს 70 ლარი, מחარ რო იცოდე. ჩემი კბილები 1500, შეგე მაგრამ ვერ ჩავართ. მაგრამ ძალიან ძვირიანი შოკოლადია მართლა. ვარგა? კაი. מחარას ჯერია, ხო? აღარ გემეტება, ეხა აღარ შემთავაზებ, ხო? ხო, ავიღეთ გვეყო ეხა. מחარას ჯერია, რაღაც מחარა მამაო გიორგის ჯერია. ეგეთი კაია? დავი ეზოს ვერ გაიგებ. ვერ გავიგებ? მომე ხამ დამაინტერესა ეხა. ნახო. מחა, კაი რა. ეგ სასმელი გასინჯა, ეგ ძვირიანია საკმაოდ. მაგაგიცვლი. მანახე რა. გასვლაზე თვალები აენთო ეს. კოქტეილია. კოქტეილი. ბელინი. შამპანიური და ატმის თვენი. კბილი გიყვარს თუ უთქბო. შავი არის რა. არა, კბილი მიყვარს. აი. აი. ხელი გაუშვი ერთი წამი. რომელი გინდა მიხარი? ჰა? შავი არ მინდა. ესა? შავი არ მინდა. მანო ვერ ხედავ ვაფშე. მიკროფონებს წესო. ორი ცალია რა. ორი ცალი რადგან არის ეს მინდა, აი ეს. აი. ესა? ხო. ის გემრიელია თქო. ნო, მე ის არ ვიცი რა. აჰა. ეს არ უნდა გეკითხა. შეიძლება. ხო. მოგლეთ. ო, კაი რა. შეკითხვა გიორგის სკოლაში რამდენად კარგი მოსწავლე იყავი? და თუ იყავით მოსწავლე? ვიღავი. გაიგვირდება. კი, რავი, კაი, ფიზკულტურა არ მიყვარდა და ქართული. ვა. ფიზიკა? ფიზიკური მაგ დამთავრებული, მაგრამ სკოლაში ძალიან
ისე ასწავლიდნენ. ანუ არ მისწავლია ვაფშე ფიზიკაში. მეც საბჭოთა კავშირის შემორჩენილი ფიზიკის კაბინეტში ვიყავი ძველი რაღაცებით, მაგრამ ცირა ჯაჯანიძე იყო ჩემი მასწავლებელი, რომელიც აი ცდებს იმან მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა გაკვეთილზე რა ხდება რა. მე ჩემნაირი მოსწავლე, მე ვიყავი უსაზიზღრესი, აი აქ მოყოლეს ბევრი ისტორია. ფიზიკაზე ვიჯექი, აი ნერწყვი ჩამომდიოდა ხოლმე, რომ მე ნახა კიდე შემდეგი რა იქნებოდა რა, შოუ იყო. ჩემთვის იყო შოუ რა, აი თან ხო მაინტერესებდა რაღაცა ეს ელექტრო, რომ ხედავდი რომ რაც მაინტერესებდა იმას აკეთებდა ახალ, აი ეგეთი გზნობა ანუ დიდობაში არ მქონია რა. ეგ იყო რომ აი ეს წყალში რომ ეს ჩაფუშულ გუბკას ჩადებ, აი როგორც აიწოს ზუსტად ეგრე ინფორმაციას ვიწოდი ხოლმე და დღესაც მაგ ინფორმაციაა რა. იმის მე ბევრი არაფერი არ მისწავლია. დღესაც იქ ნასწავლით და დიდი მადლობა. მე 4 გაკვეთილის მერე მოვდიოდი ხოლმე სკოლიდან. შეგეტყო. ბიჭო ვერ ჩერდებოდი რა. აი 6-7 რაღაც დღე. გაკვეთილი იყო. ნუ აი ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩემთვის. აია კი. ჩაყლაპ ეს შეჩემა, უნდა წაგეწუწნა. ყველაფერს წუწნიდა რა ღარ ჩაყლაპ. ფუში. მახარ იმას ვერ ჩაყლაპავ, რასაც წუწნი ხოლმე შენი ვერსი. არა, საჭმელს ყველაფერს ეგრე ჭამ, შეჩემა და რაღაც ვირი 70-ში 1 საათი მაინც სამაგიერო სკოლიდან რომ მივდიოდი შატალოზე ინტერნეტ კაფეში. კარგად თამაშობ იმას და კომპიუტერით თამაშობ. ეს რა ღირდა? 50. იტყუები ხავს ამაჯღრებ და მიმართულებას მივცემ. ბლაკინსტონის თევზი ჭამია ბუ. არის ამ ჯიშის ყველაზე მძიმე წარმომადგენელი. გამაგარი. დაასახელე მაქსიმუმ რა რამდენს იწონის ეს ბუ. შორს ვინც იქნება კარგი ბიჭო, და ბიჭო აჩიკოს მაგარით მოცურებული აქ. რა? შორს ვინც იქნება? შორს იქნება თავი შეატრევს 180 გრადუსით. და მოყოდეს. გატკაცუნებამდე. კაი, დავწეროთ თუ სხვა. მადერკალა შამპანი. ერთდროულად თქვა თუ გინდათ. მზად გაქვთ პასუხი. ერთდროულად თქვა რომ ხო არ დავემ. ბუ არის რამდენი კილოა თევზი ჭამია ბუ ბლაკინსტონის თევზი ჭამია ბუ რა ყველაზე მძიმე ბუ არის ეს. ოკეი. აი, ყურადღება მოიცე წამი მოიცე. ბუ მოიფიქრეთ პასუხი და დავთვლი. კაი, ვითვლი. ახსოვს თუ ზუსტად. 3 2 1 70 რა მოიცა 72 ვინ თქვა? მე 32 ამა. სწორი პასუხია 5. ხო? მართლა? 70 მეთქი რაღაცა ის არის 70 კილო რანაირად დიფენს ბიჭო. ანუ შენ არ დაფრინავს. არა ბოჩოლა რომ დაფრინავს. სხვარი რომ მოფრინავს. ბიჭო არა აჩის მოგხოლმე რაღაცა ანომალიური თემები და მეთქი რაღაცა ის არის თქო. კალა დაიწყე. მეტი დავაი გატკაცუნებამდე. მართლა დუჟი უნდა გადმოგივიდეს და დაეცე. მივხვდებით რომ სწორედ შეასრულე. საით ხოთრი. მე მაგებში ვერ ვერკვევი ბატონო გიორგი და თქვენ დაიტოვეს. ცოტა. უკან იყურები კალა ცოტა. ბიჭო ბუ არ ვარ მართლა. იმენა მარშრუტის მძღოლი არის ისა თბილისი ბათუმი იმე უკან გაიხდა. რანერთ გავაკეთო ეს დავალება ისე რომ უნდა მოატრიალა ეს. უცებ მოატრიალა. აი გაიქნი ეს თავი უნდა კაცანი. ვინ სად იყო რომ უცებ მოატრიალა? აი ხო აი. აი ჩაუთვალოთ არ შეუულია მეტი. მეტი აღარ ტრიალდება ძმა. მახარ ამოიღე. რა მოვიდა. 70 კილო ბუკაი იყო. ორი წად გიორგის ეჩქარება გაიგე? ხო უთყავ პირდ კალამო დაიგვიანა. აუ მაშინ პატარას ავიღებდი. გადააწოდე ეს ბურსელი ბაქრაძეს. ვინც ეს ფურცელი ამოიღო შემფასებელია დანარჩენ მოურმა რიგრიგობით უნდა თქვან ეკონომიკასთან დაკავშირებული რაიმე ჭკვიანური ნააზრევი. შემფასებელმა უნდა აერჩიოს რომელი უფრო აზრიანია. თოლია ეკონომიკა იყო. გამარჯვებული და შემფასებელი მიიღებენ ეკონომიკურ არა ხო კაი გამარჯვებული მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს. აი ეს 100 ლარი მახა გაყვა იმან 250 ლარი. რომელი დაიწყებთ? ბიჭო ეკონომიკა რთულია ეგრე. ვაფშე 100-ზე არა ვარ. მე გეუბნები არ თქმა ვქნათ რა. მაგარ ჯერო გადაყლაპო უფრო ჭკვიანური გამოჩნდება შენი ნააზრევი. ექსპორტია გასაზრდელი. აუცილებლად ექსპორტი უნდა გაიზარდოს. აი, კალა დაიწყო. ოკეი.
ღვინის ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ გავედით, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო. ვაწარმოოთ და გავუშვათ. უფრო მეტი მივიღოთ. გარი? ხო, ჩემი ეს არის შენი გავუცნო თქვა, ხო თან, მე კიდე არ დავხარჯავ რაღაცა. მეტისო. ნუ, მახარ. ეს ყველაზე მარტივი გზაა, რაც ყველაზე რთულია, იმიტომ რომ სანამ ექსპორტს გავზდით. ჩვენ ჩემი კრიტიკისთვის რაღაც თქვენი ვერსია წარმოადგენთ. მე მინდა დავაკეთო. შემფასებელი არის გიორგი. სანამ გავზდით ექსპორტს, საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს ჩვენ. ანუ ის ხარისხი არ გვაქვს, რაც უნდა გავიტანოთ. მახარ, ფურცელი გადააწოდეო. გაცადე, ნაზრები ჩამოყალიბები. დავიწყოთ ჯერ ჩვენი გლეხების განვითარებით, რომ ვასწავლოთ როგორ უნდა შექმნან ის პროდუქცია, რომ გავიდეს ევროპაში და გაუძლოს იმ წნეხს, თუ წნეხს დავარქვევთ ამას ხარისხის წნეხს, რომ შევიტანოთ ევროპაში და გავყიდოთ, რადგან გაუმარტივდეს გლეხს ტრანსპორტირება. შექმნათ კომპანიები, რომლებიც შეიძლება თვითონ გლეხმა უშუალოდ ვერ მოახერხოს ტრანსპორტირება, რომლებიც ჩააბარებენ ამ სატრანსპორტო კომპანიებს, რომლებიც მოახდინენ ექსპორტს უშუალოდ, დიდი რაოდენობით ექსპორტს რა. ამით ჩვენ მივიღებთ, რომ გლეხი თვითონ კი აღარ წაიღებს, მიიტანს, ბაზაზე ჩააბარებს. მე მინდა რეალურად რომ შევაფასოთ რა. ხო, ერთ წამი. კიდე ერთი რაუნდი მივიცეთ თუ შევაფასოთ უკვე. არა, შევაფასოთ. ოკეი. მოკლედ. ექსპორტი უნდა გავზარდოთ, ცოტა ისეთი ის არის. რა უნდა? და ნუ ერთი პოპულიზმია. მახარ, დააცადე. ერთი ეს ბიჭი ვინ არის? პრობლემა რაც სოფტვერნეობაში გვაქვს არის კონსერვატიზმი, ამიტომ ახალი ტექნოლოგიების შეტანა და ხარისხის გაუჯობესება და აი ესე დანაწილებაში რომ ის რო ვიღაცა ჩააბარებს ვიღაცა ეს ალბათ კარგი იდეა არის. ანუ გამარჯვებული? არ მეგო. ექსპორტი კაია, ექსპორტი. მე სუსტი იდეა ვთქვი, თავი და მეთქი გზელდებოდა ჩამონათვალი. აუტსაიდერმა მოიგო. მახარ. ექსპორტი კაია და იყო ქვეყნები, რომელთაც ექსპორტის ზრდის ხარჯზე გაზრდილან, მაგრამ ეს პანაცეა არ არის, ანუ შეგვიძლია მაგის გარეშეც. რატო მოწონდათ ხოლმე რუსეთი, რომ მარტივად გაგქონდათ, ხო? ეგ ამაში ჩატვირს და გაიტანა იყო, ანუ არანაირი სირთულე არ იყო. ეგ ხო, ოღონდ ხარისხი მაგასთან არ იყო კავშირში. ანუ რუსეთში, რასაც გაყიდე, ყველაფერს დალევენ და ეგ იყო პრობლემა. ანუ მაგრამ ხო გადიოდა, ანუ ეგ ხო არა, კითხვას კარგად. არა, კითხვა დაგისვი. ხო, არა, კი, ბაზარი არა, იმიტომ რომ მარტივად გადის და ყველაფერი გადის. და ეხა გლეხს რო უხსენებ, რომ აი ევროპაში ძირითადად არგუმენტი აქვს, რომ ევროპაში რა გავიტანო. ანუ ცოდნა არ აქვს იმის, რომ ევროპაში გაიტანოს თქო. ანუ კითხვას გისვამ, თან შემაძლს ვიძახი, რომ რამის ხوار ვწდები თქო. იმიტომ შეგან ძალიან გიტყვი რომ ამის მოსვენა და ჩემი ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ რაღაცა შეცდომით აღარ თქო ხოლმე მე რა და მაგიტომ აინტერესებდა რუსეთს, იმიტომ იძახიან ხოლმე რომ მარტივად გადიოდა, ჩააყარე კამაში, გავიდა, გაიყიდა ჭამეს რუსებმა. ეხლა რომ ევროპაში უფრო ძვირად გაყიდი რაღაცას ვერიგებს როგორ წაიღოს? აი მაგ დონემდე რომ და მან ხო, ანუ მან ევროპაში გატანის პრობლემა ჯერთი ევროპელებს აქვთ გარკვეული შეზღუდვები არის ეგეთი საერთო სოფსმენობის საერთო პოლიტიკა რომელიც რაღაცეებს ზღუდავს. მაგრამ მეორე არის ხარისხის თემა და ანუ თქვა ტრანსპორტირების გარდა მნიშვნელოვანი არის სერტიფიცირება, იმიტომ რომ ისინი არასერტიფიცირებულ საქონელს არ იღებენ. ამიტომ თქვა დამატებით რომ შეიქმნას რაღაცა სერტიფიკატო ლაბორატორიები ან რაღაცა რომელიც შეამოწმებს და სანდო იქნება ეს მე გვიძვირდება კი. მაგრამ სამაგიეროდ გასვლა მე უკვე ბიოპროდუქტებით მოწამლა მოგიწევს, რომელიც ძალიან ძვირი ყირს. ხდები? ვის წამლა ბიოპროდუქტები? არა, სხვა იმას გეუბნები, ხეხი მაგალითად. შეწავლა? შეწავლა. ხო, ეხა ყველაზე მეტი შხამი გაიყიდა ქართლის რაიონში რა რაღაცა კომპანიასთან თანამშრომლობდა. მითხრეს რომ არის ბიოპროდუქტია, რომელიც ოდნავ ძვირიღის, მაგრამ იცი რომ შესხმული ვერო ჭამო, არაფერი არ მოგივა. არ დაიჯერო ეგ. არა, ან შედარებას ვაკეთებ. კი, მე. და არსებობს შხამი, რომელიც მძიმე შხამი არის. და საბოლოოდ გროვდება მან ბიო და ორგანულებაზე ბევრი არასწორი ლეგენდა არის და მათ შორის პესტიციდებთან და სასუქებთან კავშირში ამიტომაც ძალიან ისეთი თემა არის. მე რა მაინტერესებს, როგორც ლუდის მოყვარულს. ქართულ ლუდით ვავა რაღაცა ოდესმე აქ თუ არა პოტენციალი რაღაც ხარისხზე რა, რომ აი კონკურენცია გაუწიოთ. სხვა შორის აი ახლა შეიძლება ვთქვა ბრენდი? კი, რა თქმა უნდა. ახლა გავსინჯე კომპანია, ლუდი კომპანიის, რომელიც არ ვიცოდი აქამდე, Seahorse ქვია.
და ძალიან დონალუდია რომელიც ქართული რომელიც რავი ანუ ასე დაუყენებდი გვერდით უპრობლებოდ ბოთლის ჩამოსასხმელი კრაფტ როგორი ვის იყო double IPA იყო ერქვა სილი დევი ახლა პატარა და ქილის იყო და ძალიან კაი იყო სად შევიძინოთ თუ კარგია მე ვყიდულობ ბახტრიოზე არის მაღაზია ლუდის ქსელებში არის თუ არა მე მგონი ქსელებში არ მინახავს არა ანუ ეგეთი კრაფტები იყიდება აი ამ იმაში ძირთად მან ვყიდულობ ხოლმე და კიდე რო არის ბიერ მარკეტი რო არის ქსელი მან კრაფტები ნაკლებად მინახავს ანუ უფრო ესეთი ესე იგი ქართული ლუდია ეს ქართული ლუდია ძალიან კარგია რამდენიმე ეს აქვს ეგა და კიდე 3-4 გავსინჯე და კარგებია. ხო, მე ესეთ ანუ სხვებიდან რაც ბოთლებში ისხმება შავი ლომი კარგია, ნორმალურია, 2 ტონა. რაღაცები არის ახლა რაღაცა შიგადაში, მაგრამ აი ეს განსაკუთრებით კარგი იყო. შეკითხვა გიორგის ერთი სამორჩეო რომ იყოს აუცილებელი წამყვანებიდან რომელი უფრო განათლებული შტაბეშტილებას ტოვებს. რა აირჩიეს ხო? ერთ ჩვენ წავალ რომელი უფრო განათლებული შტაბ. ბიჭო ეგ არ ტოვებ განათლებული შტაბეშტილებას პირიქით. ხო და ესე იგი რას ვამბობდი? ინდოს მანდესა რა. ტატობაციკაც. ტატობაციკაზე ტოვებს განათლებული შტაბეშტილებას. არა, ნახე, აქ ხო ტოვებ შტაბეშტილებას, მაგრამ არის კი არა. რო ყოფილიყო შეკითხვა ვინ არის, კიდე ხო შტაბეშტილებას მართლა ტოვებს, ტატო გეთანხმები. ტატობაციკაზე მიღებული ხადე 2 შოკოლადე, 1 შამპანი. მაიცა 2 მეტი არისო? ამოჭამე შეჭამე. მე რა ამოჭამე, ერთი ცალი. ეგ მაგრამ თულად იხსნება ხო ზედა. აი ვისი ჯერია? სლეკა ამოაშან. რა ჩიკო, ნახე რევს გვიკეთებს ბიჭო. მახარ. საერთოდ შავი, მაგრამ შავი ძალიან გემრიელი. გავითვალისწინ. ვისი ჯერია? ჩიკო, რა კითხავს სვამს ბიჭო. თემისა? აი და ამოკლეფებით მაგარა. შეკითხვა სამივეს ბოლოს ახალი რა ისწავლეთ ან სცადეთ სპორტული აქტივობა, ახალი ჰობი ან ხელობა. რატომ მიადგები ხოლმე ყველაზე სუსტს აი ბოლოს ხალხს გინდა ანახო რა ბიჭო მაიცა სამივესო და მაინც ნოპასუხს ეხლა უპასუხოს და მე დავიწყდება აუ არ მახსოვს ბოლო რა ავითვის ტექნიკური რაღაც ან სპორტული ახალი არაფერი ბიჭო ექსპორტზე არაფერი ისწავლე სადამდელია დაგისხა მაგაზე ექსპორტზე არაფერი ისწავლე არა ამ გადაცემაში კი მეც ვისწავლე რომ ლითიუმი ამოდის თურმე ამ გადაცემაში არა დარგავ ამოდის ზოგადად კაი კალას არაფერი არ უსწავლია ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორც გავიგე 10 წლის ანუ ბოლოს ბოლო ხანი არ არის არ უცო დებილია მეთქი არ მინდა ხოლმე ამ სიტყვის რავი მონტაჟი მაშინ არა მაკდონელდზე შევდივართ მონტაჟი ანუ რა დაეცა ბიჭო ახალგაზრდობა აი სადაღვართ ბიჭო მართლა სადავართ მახარ აი მიდი ჩაატარე მე ვიპასუხე რა ვისწავლე 10 წელი ბევრი რაღაცა არის ერთი უნდა ამორჩიო ბოლო რა ისწავლე ერთი ამორჩიე ბოლოს სპორტულ აქტივობას ვერ იყვის შენ ძრავის დაშლა აწყობა 0-დან 100-მდე აი ვინ ვითარდება ურთულესი მექანიკისა რომლისგანაც ალბათ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე რა აი ხო ზეთიანი ტიპები წარმოგიდგენიათ ძრავის დაშლაში აწყობაში ხო საერთოდ სხვანაირი ტიპები არა სხვა რაღაცაა რა აი ეს ზეთიანი არ არის ფაზლი არა ზეთიანი არ ზოგადად წარმოგიდგენიათ აი ჯინგანო ეგა და სხვა რაღა ფაზლი არის ოღონდ დიდებისთვის რა აი აქ მე რა მაგარი თემა გიორგი თქვას მე და სასწაული თემაა ბოლო ხო ცუც მიგზავს გული რავი ბოლოს ცოტა ესპანური დუოლინგოთი რამე მაყურებელს რო არხის გამოწერავთ ხოლმე ესპანურად მაგდენი ესპანური მაგდენი სუური სიტყვა ესპანური ნახე თავდება გადაცემა ძალიან განათლებული შტაბეჭდილებას უნდა დავაკეთო ბიჭო ნახე თქვენ სტანდარტი ინსკრიბირსე მე მგონი ინსკრიბirse por favor inscribirse esa programa აი დუოლინგო იცი რა არის? აა მანდა
გივიცი. ბოლოს არის ესეთი თემა, ამით დავამთავროთ. 2 დღეში ჩემპიონთა ლიგის ფინალია. და სამი დაასახელეთ, რომელ წუთზე გავა პირველი გოლი. აბა თუ გამოიცნობ ჩაჩუქარი რა არის? 500 ლარი. თუ გამოიცანეთ რომ წუთზე გავა გოლი. წუთს გამოიცნობ ზუსტად ნებისმიერი თქვენ სამიდან 500 ლარს ჩაგერიცხავთ მეორე დღესვე. პირველი გოლის გატანის წუთს. ჯერ ზოგადად ვილაპარაკოთ თუ ან დავაფიქსიროთ. ვილაპარაკოთ მახარასთან მე ძალიან მინდა. არა, ვინები თამაშობენ, მე დროს ვიტყვი პოსტა. ყვარა თამაშობს. არა, გუნდები მითხარი. გუნდი ხო იცი სადაც არის ყვარაცხელია კაცო. მეორე ინტერი. ინტერი, არ ვიცი ინტერი 26-ზე. 26-ზე მიღებულია 26-ზე. 26. რა ხო 1000 ლარს ბაცლი? რო გავიდეს სხვა თქვიშენ. არა, 1000 ლარს ხედავ, წილში უჯდება 250-ში. აი შენ თქვი მიდი. მე ვთქვა? პირველი გოლი გავიდეს 8 წუთიან რენჯები მაინც მოგვეც. გონი ჩაკეტილი თამაში იქნება. თავიდან სიფრთხილე იქნება. მაგრამ დუეს გაუვარდებ. მაგრამ შეიძლება გაუვარდეს ვიღაცას. ხა მეორე ტაიმში ვთქვა თუ პირველში. მოდი გოლიან თამაშს მივაწევ, მე 18 წუთი იყოს. მე უბრალოდ მეორე ტაიმი რო ვთქვა. და რო გავიდეს. როგორც ყველაზე უცოდინარი. მეორე ტაიმი რომელ წუთიდან იწყება თუ გვეტყვი? რა ვიცი. ახლა რომელ წუთიდან ამბობ? 45? 45 პირველი ტაიმია ჯერ. რანაირად? 45 წუთი პირველი ტაიმია. მაშ პირველ ტაიმის დასაწყისი და 5 წუთის მანძილზე რა. აჩი. კაი ბიჭო რაღაცა. შაღავათი მომეციო ხელი მე. მე 18 იყოს ჩემი. მეათე. სუსიგი მაშინ რომელიმე თუ გამართლა აქედან მეორე დღეს 500 ლარი ჩაგერიცხავთ. მე თუ მოვიგე ახლა ხო პატიჟებთ. აბა შეგრევა პატიჟე გადაჭეხილი ყავთ. ის 100 ლიტრის აწოვის. კაი, მორჩით ხო? დავამთავრეთ ნელ-ნელა. მოკლედ. მადლობა. ძალიან სასიამოვნო. ამ გადაცემაზე ჩაუგდებთ ხოლმე ვიღაცებს. რომ გიორგი ბაქრაძე ყოდა ეკონომიკაზე ვისაუბრეთ გადაცემაში. ძირითადად ალბათ წიახსულებზე. ჩვენი პაექრობა იქნება რომ ნახე გაუკაჩეთ. განსაკუთრებით კითხვები რო წამოვიდა, შენ ძალიან მაღალ დონეზე იყავ. კითხვები შეიძლება არ ვიცი. ეგეთ ცოდნა მე არ მჭირდება არაფერში. არა კაცო. ანუ მე არ მადგება ხვდები? მე რო ვიყო ხა რაღაცა რასაც როდის მონაწილე მაგალითად შეიძლება გამომაგარ. მე ცხოვრებაში არ მადგება ბევრი ინფორმაცია. მე მინდა კონკრეტული ინფორმაციები, რომელსაც ბოლომდე არ გვაინტერესებს, მაგრამ მაგდენი ეგრე კონკრეტულად არ გვინდა. გიორგის მინდა ვკითხო, რას ფიქრობთ ამ გადაცემაზე? ხო და რაღაცა ვირჩევ. მე ძალიან გავერთე. მე გარი თავარი. ანუ ის თქვენ გასულ ეს იუმორისტული გადაცემა, უფრო ვიდრე საფუძვლიანი შემეცნებით და რაღაცა გასართობია ხო? ხო. მშვენიერია რა ვიცი, რა მომწონს. ამას ხარ დაამატებდი. ან ამოიღებდი. იმის ამოღება არ შეიძლება წამყვანის. არანაირად. წამყვანის გადა რაც გინდა მოიგავ გადაცემით. და დავკიდოთ უკან მე. რატო ჩამოვკიდოთ? კაჩალკით დავდოთ. აუ მანიკე. ეს ზოგადად მომენტა ბლიცზე უნდა ყოფილიყო ეგ. ხედავ. სამწუხაროდ ჩვენ ეგრე მარტივად ვერ გაგატანთ. არა, წინასწორა რა იცი, მოიგო ამის ახალმა. რა გინდა რა? ყვითელი თქვა უბრალოდ. და ყვითელი ვერაფერი მივარი. ანუ მე სტაფილოზე ვიყავ გამწარებული და ეს სხვაგან და ავწდით. ხო. ორივე წავა ორივე. ეს როგორი გადაცემა იცი? მონტაჟიც არ უნდა მართლა. აი პირველად მაქვს ეგეთი რომ შემილია ეგრევე და რა მონტაჟის გარეშე. მე არსაც, მაო. სისულელები თქვი, მაგრამ ისეთი რომ დატოვება შეიძლება. რომელი იყო სისულელე? ლითიუმს დარგავდა ამოდის? კაი. დავამთავროთ ამით ეს გადაცემა. მადლობა გიორგის ჩვენთან ერთად იყო. ძალიან სასიამოვნო მოსაუბრეა და ფეხბურთზე არ უმეც ალაპარაკ, მაგრამ სხვა დროს სხვა გადაცემებში. ეს სხვა გადაცემის ფორმატია. გიორგი გლოვობს ახლა ფეხბურთს. კი ბატონო, ეგრე ჯობია. ფინალს ორმაგი მითით ჩაუჯდა. ფინალსაც ჩაუჯდა 500 ლარი მაქვს დადებული და არაფერი არ მაქვს დადებული 500 ლარს ვიგებ. 10-დან 15 წუთამდე დავწერე რო გაიდოს და ვარმა რო გააუქნო. აჩი, მე 18-ს თუ გავიდა და ვარმა გავხო, მაინც ჩამითვალე. არა, ყველა თანაბარ პირველში მახარას. არა, ამათაც ჩაუთვალე თუ გავიდა გოლი და მე 19-ზე თუ გავიდა, ან მე 11-ზე, ან მე 12-ზე ჩამითვალე რა. 26-ზე რო გავიდა და ჩათვალე. 20 წუთამდე თუ გავიდა. ფულებში ვარ ყველა მე რა. 20 წუთამდე თუ გავიდა. რა ხდება? აი, ნუ რა არა პროფესიონალიზმი. ამას ხარ გამოყო. რა მაფია. აუ, ხო კაი.
ხო, ბოლოსკენ ვარ პრინციპში. მახა რამე სიგიჟე და დავამთავრე. მახა MVP გავხდი მეც მაფიაში და ფინალში ვიქნები შენთან ერთად ეგ. ოპა! თქვენც ხო თამაშობთ მაფიას. მარა MVP. შიგადაშიგ. ორჯერ ვიყავ. ხარო არა. გამარჯვებული საფრთხე ეძახს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი მართლა. მადლობა თქვენ. ყველა ადამიანი აი შორიდან ვინც სერიოზულად მგონია ხოლმე უკარგესი ადამიანი აღმოჩნდება ხოლმე და კიდევ ერთი შემთხვევა ეს რომ აი მართლა არ ვიცი შეიძლება რაღაცებში ვიჩხუბეთ აქ დაპირისპირებული იყო მაგრამ ტექნიკურ საკითხებში მაინც ძალიან კარგი ადამიანი ხართ ეგ არ შეცვლის ჩემში აზრს ტექნიკურ საკითხებში კი უზრუნველყო და ძალიან დიდი მადლობა და მინდა რომ თქვენაირი ადამიანები ბევრი იყვნენ ჩვენს ქვეყანაში რომ მეტი ადამიანი იქნება ვინც ჩემთან შემოვა პოლემიკაში და ამას შეძლებს არ მინდა ისე გამოვიდეს რომ რაღაცა კი მოსახლეობის აი 1% მაინც რომ შენ გამართოს კარგი და მაინც რაღაცა გონება გავავარჯიშო რაღაცა დობლი ჩამოეწერა აი აღარ შემიძლია მართლა კაი წავედით მადლობა რუსთავო მოვდივართ